ეგ არის ჩაწერა ჩავრთე და უკვე დავიწყოთ. ესე იგი, როგორც უკვე გითხარით და როგორც უკვე იცით, დაიწყო მეორე მოდული, მეორე ნაწილი, რომელსაც ქვია Front-end Basics-ი. და ეს მოდული დაახლოებით გაგრძელდება 6 კვირა. და ასევე ძალიან საინტერესო მოდული არის, უკვე საკმაოდ ისეთ თემებს შევეხებით, რომ თქვენს უფრო мотивация მოგეცემოთ, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ უფრო სახალისო იქნება, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ამ ნაწილში. და ხო იმედია, რომ ეს ნაწილი ძალიან ძალიან მოგეწონებათ. ოკეი. კიდევ გეუბნებით, რომ თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, ეგრევე გამაჩერეთ და მკითხეთ ხოლმე, ანუ მოწერა საჭირო აღარ არის რა, თუ მაინდა-მაინც რამე იყო შეგიძლიათ რომ მომწეროთ, მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ აი ჩამერთვებით ხოლმე და უშუალოდ ინტერაქცია გვექნება ხოლმე ლექციაზეც რა. კარგი. ეხლა ჩვენ Front-end Basics-ი გადავიდეთ და თქვა თუ რას ვისწავლით ამ ნაწილში. ესე იგი, Front-end Basics-ის მოდულში, ესე რომ ვთქვათ, უშუალოდ უკვე ჩვენ ვისწავლით საიტების საწყობას, ხო? აქამდე თუ ბოლოს JavaScript-ში წერდით ხოლმე კოდს და ასე შემდეგ, მხოლოდ სწავლობდით ლოგიკას და კოდის წერას. უკვე ჩვენ ამ ნაწილში შევისწავლით საიტების საწყობას და ჩვენს შედეგს დავინახავთ ვიზუალურად. და ბევრად უფრო სახალისო იქნება თქვენთვის დარწმუნებული ვარ. ოკეი, ესე იგი, მოდი გადავიდეთ და ვთქვა თუ რა თულებს გამოვიყენებთ კონკრეტულად იმაში, რომ ავაწყოთ ჩვენი საიტები. უკვე შეიძლება ბევრმა იცით, მაგრამ ვინც არ იცით, ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვისწავლით ორ ახალ უკვე JavaScript-ი ვიცით, მაგრამ დაემატება უკვე ორი ახალი language-ი, ოღონდ ეს არის HTML და CSS-ი, ამას ახლა თქვენ მე განმარტავ რეებია, მაგრამ აქედანვე მინდა ისიცოდეთ, რომ HTML და CSS-ი ეს ორი ენა, ესე რომ ვთქვათ, ანუ პროგრამირების ენა არ არის. ამას markup ენას ეძახიან, მაგალითად HTML-ს კონკრეტულად, ანუ როგორც JavaScript-ი, ხო, ესე პროგრამირების ენად არ მოიაზრება. და როცა ვისწავლით ახლა რა არის HTML-ი, CSS-ი და როგორ იწერება, მე მიხვდებით, რატომაც არ არის პროგრამირების ენა. ოკეი. HTML-ი არის, ასე ვთქვათ, აბრევიატურა და რო გავშიფროთ, მთლიანად შეიფრება როგორც Hypertext Markup Language. HTML-ს კონკრეტულად ვიყენებთ იმაში, რომ ავაწყოთ საიტის ჩონჩხი და საიტზე შემოვიტანოთ ჩვენთვის ხილული ელემენტები. აი მაგალითად, თქვენ რომ შედიხართ საიტზე, ხედავთ რას, ხო, რაღაც ვიზუალური ელემენტები აქვს, შეიძლება იყოს რაღაც საიტზე ფოტო, ღილაკი, რაღაც ინფუტები, ველები და ასე შემდეგ. აი ეგ ელემენტები რაც არის, მაგის შექმნა შეიძლება HTML-ის მეშვეობით. რაც შეეხება CSS, CSS არის აბრევიატურა და მთლიანად რო გავშიფროთ, ეს არის Cascading Style Sheets. ეხლა CSS რა შევიყენებთ? ერთია რომ ამ ელემენტებს ჩვენ შემოვიტანთ და რაღაც საიტს ამ ჩონჩხს ავაწყობთ HTML-ით, მაგრამ რა თქმა უნდა, შემდეგ აუცილებელი არის, რომ ეს ელემენტები ჩვენ გავხტილოთ, ხო? ანუ მაგალითად, ამ ელემენტებს მივცეთ ფორმა, ზომა, ფერი, რაღაც კონკრეტული პოზიციები და ასე შემდეგ. ანუ სტილებს რაც შეეხება, ეგ ყველაფერი ხდება CSS-ით. და უკვე ეს ორი ერთად კრავს საიტის ვიზუალურ მხარეს. რაც შეეხება JavaScript-ს, უკვე კონკრეტულად ამ ნაწილში, ამ მოდულში JavaScript-ს გამოვიყენებთ იმაში, რომ ჩვენ საიტს მივცეთ ფუნქციონალი. მაგალითად, აი ღილაკს რომ დააკლიკებთ, რაღაც ხო ხდება საიტზე, ხო? აი ეგეთი რაღაცეებისთვის ვიყენებთ JavaScript-ს. ამას ამ მოდულის ბოლო ლექციებში ვისწავლით უკვე აი JavaScript-ი როგორ დავაინტეგრიროთ HTML-სთან და CSS-თან. მაგრამ ხო, ანუ ჯერ უფრო ფოკუსირდებით HTML და CSS-ზე, რომ ანუ საიტის ვიზუალური მხარის აწყობა შეგვეღოს. ხო, ეს არის და ეს. აქ რამე შეკითხვები ხო არ გაქვთ? თუ გაქვთ, როგორც გითხარით, პირდაპირ შეგიძლიათ რომ გკითხოთ, ჩართოთ მიკროფონი და ისე. ოკეი. ანუ გასაგები. კარგი, ეხლა მე მინდა რომ უბრალოდ აი რაღაც
ცოტა უხეში რეალური ცხოვრების მაგალითი მოგიყვანოთ, თქვა როგორ შეიძლება რომ კლასიფიცირება გავუკეთოთ HTML, CSS და JavaScript-ს, ხო? აი მანქანის მაგალითზე რო ავიღოთ, თქვათ რა. წარმოვიდგინეთ, რომ HTML-ი არის მანქანის ნაწილები, ესე აღებული აქვს საჭე, საბურავი და ასე შემდეგ. ხო, და CSS-ი არის რომ უკვე ამ მანქანას რომ ვიცეთ ფერი და ასე შემდეგ, ანუ რაღაც ვიზუალური, ანუ დეკორატიული ელემენტები, ესე ვთქვათ, ხო, ფერი, რაღაც ბამპერი დავუყენოთ, ეს რაღაცეები რა, რაც უკვე უშუალოდ სტილებს უკავშირდება. და JavaScript-ი წარმოვიდგინეთ, რომ არის ამ მანქანის ძრავი, რაც ანუ ამ მანქანას ზენს ფუნქციას, ხო, რომ ამ მანქანამ მაგალითად იაროს. ხო, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი რა. ასევე კაი მაგალითია ხოლმე, ასე ვთქვათ, სახლის მაგალითი, აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ HTML-ი სახლის მაგალითზე არის რაღაცა ისეთი შავი კარკასი, ესე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, არანაირი რაღაც დეკორატიული ელემენტებით, მარტო რაღაც, აი თქვათ ბეტონი და ასე შემდეგ. CSS-ი არის უკვე CSS-ით მოხდება ამ სახლის გასტილვა, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ფერს მივცემთ მაგალითად, რაღაც კარებს ჩავსვავთ ფანჯარას და ასე შემდეგ. რა ვთქვი, დეკორატიული ელემენტები რომ შევძინოთ. და JavaScript-ი შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ მაგალითად ამ სახში რაღაც სინათლის ამთები, ის რა ქვია, ღილაკი ვთქვათ რა, რომ უკვე რაღაც ფუნქცია აქვს ამ სახს და რაღაცებს აკეთებს, ასე რომ ვთქვათ. აი რაღაც ღილაკს რო დავაჭერთ, რაღაც ჩუქი აინთება ვთქვათ რა. რო ვთქვათ არა საიტის მაგალითზე და ისეთ უფრო გასაგებ მაგალითებზე, ეს სამი ერთმანეთს ესე ერწყმის, ასე რომ ვთქვათ. ოკეი, ხო, ესე რა თქმა უნდა, ანუ ძალიან ზოგადი განმარტებებია და რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან დეტალებში ჩავალთ, კოდსაც დავწერთ ამ ლექციაზე და უფრო კარგად გაიგებთ თითოეული მათგანი რას აკეთებს. ნუ JavaScript-ი ჯერ არა, ეგ როგორც ხედავთ, მაგას ცოტა მერე ჩავრთავთ, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ საქმეში. კარგი, ეხლა ნახეთ რა მინდა. ეხლა მინდა რომ ცოტა უკვე უშუალოდ გადავიდეთ პრაქტიკაზე, ანუ აქ რასაც თქვენ ხედავთ, ეს არის HTML-ის კოდი. HTML-ი აქედან მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მარტივი საკითხი არის. თქვათ, ზოგიერთ თქვენგანს თუ გაურჭირდა JavaScript-ი, ხო? აქედან მინდა გითხრათ, რომ HTML-ი ბევრად მარტივი არის და რაღაც ორ კვირაში შეგვიძლია, რომ ანუ შეგიძლიათ, რომ თავიდან მომდე ისწავლოთ რა, მარტო HTML-ი. ეხლა თქვენ რასაც აქ ამ სლაიდზე უყურებთ, ეს არის HTML-ის კოდი. შეიძლება თავიდან გაუგებარი იყოს და ისე რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეხლა ჩვენ ამას განვმარტავთ და მივხვდებით, რომ ანუ რეალურად საკმაოდ მარტივი რაღაცა არის. ოკეი, ეხლა აქ რა ხდება? ანუ ეს რასაც თქვენ ხედავთ არის ჩონჩხი HTML-ის, ანუ თავიდან რაც წერება, აი როგორც JavaScript-ში hello world-ი რომ იყოს თავიდან, ხო, ესეთი რაღაც მარტივი კოდი, აი ჩათვალეთ, რომ HTML-ისთვის ეგ არის ანუ რაღაცა ჩონჩხი. და ეხლა განვიხილავთ ეს რომ ვთქვათ, აქ რა ზოგადად იცოდეთ, რომ აი HTML-ის თავი და ბოლო, რისგანაც HTML-ი შედგება, არის თეგები. თეგები არის ის რაღაც, რაც არის მთლიანი HTML-ი და რეალურად ამ თეგების ცვალებადობა და ასე რომ ვთქვათ, გამოყენება გვაძლევს მთლიან HTML-ს რა. და ეხლა თეგი რა არის? თეგი შეგიძლიათ ამოიცნოთ აი ესეთი სიმბოლოებით, ისე იგი ყველა თეგს აქვს ნაკლებობის ნიშანი და მეტობის ნიშანი. და შუაში წერია თეგის სახელი. ისევე როგორც არის ეს აქ. და ნახეთ რა არის? პირველი თეგი ეს არის doc.type.html. ესე ქვია და ნუ ამას მარტო HTML-ის თავში შეხვდებით ხოლმე, ხო? კიდე ერთი სანამ ამაზე გადავალ, ანუ HTML-ის კოდს წერთ, მაგალითად თუ წერდით რაღაც JavaScript index.js-ში, HTML-ის კოდი იწერება index.html-ში, ანუ HTML გაფართოებაში, ხო? და ამ HTML-ის ფაილში სულ პირველ ხაზზე იწერება ეს თეგი. და თეგი როგორც გითხარით, ანუ იწერება როგორ? ნაკლებობის ნიშანი, მეტობის ნიშანი და შუაში თეგის სახელი. ნუ ახლა ის ჩავშალოთ აი ეს რა არის? doc.type.html და აქ სახლის ნიშანი. doc.type.html უბრალოდ იმაში გვეხმარება, რომ ჩვენ ანუ ფაილს თავიდან მივუთხრათ პირველივე ხაზიდან, რომ ამ ფაილში ეს ფაილი არის იმისთვის განკუთვნილი, რომ წეროთ HTML-ის კოდი. ხო, ანუ უბრალოდ იდენტიფიცირებას ვაკეთებთ, რომ აქ მე უნდა დავწერო HTML-ის კოდი და ამას რო დავწერო უკვე ჩემ ფაილმა ეგ იცის რა, რომ აქ მომწერო HTML-ის კოდი.
არ მინდა რომ რაღაცეები გაიგივოთ მაინც JavaScript-თან, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაცა არის JavaScript-ი, HTML-ი საერთოდ სხვა რაღაცაა, ხო? იქ ეგეთი რაღაც არ გვიწევს მაგალითად. ანუ უბრალოდ არ მინდა რომ რაღაც პარალელები არ გავავლოთ ხოლმე, იმიტომ რომ HTML-ი საერთოდ სხვა რამეა. აქედან ვეცოთ. ეხლა აქ ნახეთ რა ხდება. ესე იგი, tag-ში აუცილებლად იწერება tag-ის სახელი. ამ შემთხვევაში tag-ის სახელი არის სახელის ნიშანი და doc type-ი. ზოგადად ეს tag-ი ცოტა განსხვავებული tag-ია, მარტო ეჯერა დავწერთ, ანუ აქ სახელის ნიშანსაც სხვა tag-ში ვერ შეხვდებით. მაგრამ მაინც აქ ამის მაგალითზე რო ახვდათ. ეს არის უშუალოდ tag-ის სახელი, აი ეს ნაწილი, რაც თავიდან აი ნაკლებობას რო დავწერთ, აი თავიდანვე რა სიტყვასაც ვწერთ, ეგ არის tag-ის სახელი. ამის მერე უკვე თუ წერია space-ი და კიდე რაღაც უხეშად ვთქვათ, მაგას ქვია უკვე ატრიბუტი. ამ შემთხვევაში HTML-ი არის ატრიბუტი. და ზოგადად tag-ში როცა ხდება ატრიბუტი, ეს ატრიბუტი არის იმისთვის, რომ რაღაც დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს ამ tag-ზე. ეს როგორც გიხარით, ცოტა არაორდინალური tag-ია მაინც. ამიტომ ეხლა სხვა tag-ებზე რო გადავალ, მაგაზე უფრო კარგად გაიგებთ რა. ხო, ოღონდ ერთი მინდა რომ აუცილებლად დაიმახსოვროთ ანუ თვითონ როგორ თქვა, რას რა ქვია, ტერმინოლოგია რა. ანუ ეს არის ატრიბუტი ამ შემთხვევაში და ამის მთლიანობა გვაძლევს, ანუ მთლიანად ეს არის tag-ი, ხო? ესენი დაიმახსოვრეთ, ძალიან გთხოვთ. კარგი, ეხლა შემდეგი. შემდეგი ეს არის შემდეგი tag-ი ეს არის HTML-ის tag-ი. ამ tag-ს ქვია HTML-ი, ანუ tag-ის სახელწოდება არის, როგორც ვთქვით, ყოველთვის tag-ში არსებული პირველი სიტყვა. ამას ქვია HTML. და ნახეთ რა სიახლე შემოდის ახლა აქ და ახლა ეს არის ატრიბუტი აქ და ამას ჩვენ განვიხილავთ ახლა რა არის. უბრალოდ ახლა მინდა რომ ანუ სტრუქტურას მივაქციოთ ყურადღება. ზოგადად არსებობენ ორნაირი tag-ები. პირველი სახის tag-ი არის ისეთი tag-ი, რომელსაც აქვს გამხსნელი მხარე, ანუ იხსნება ეს tag-ი და იხურება, ნახეთ. ანუ უფრო მეტად ესეთი tag-ები ხდება ხოლმე, ხო? ანუ რომელიც იხსნება თავიდან და მერე სადღაც იხურება აუცილებლად. აი რეალურად ეს ნაწილი დახრილი ხაზი HTML-ი რო წერია, არის ამის დახურვა. დამხურავ tag ძალიან მარტივად მივხვდებით, რომელია ხოლმე, ანუ ამ tag-ის დამხურავი tag-ი არის ეს, იმიტომ რომ იგივე სახელი ქვია, უბრალოდ წინ უწერია დახრილი ხაზი, ხო? ანუ თუ იგივე სახელი შეხვდებით tag-ს წინ დახრილი ხაზით, ეგ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ამის დამხურავი, ხო? ანუ ეს რეალურად ერთი tag-ი, უბრალოდ აქ იხსნება ეს tag-ი, აქ იხურება. დახურვაში აღარ უწერთ ატრიბუტს და ეს რაღაცეებს, ანუ აქ უბრალოდ დახრილი ხაზი და tag-ის სახელი. მეც არაფერს არ უწერთ, ხო? კი ბატონო. და ეხლა ნახეთ, ეს არის HTML-ის tag-ი. ზოგადად თლიანი HTML-ის კოდი, no doc type-ის გარდა, იწერება ამ HTML-ის tag-ში. ანუ HTML-ის tag-ის გარეთ ვერანაირ HTML-ის კოდს ვერ შეხვდებით საერთოდ რა. და ნახეთ, აქ ეგეთი ატრიბუტი. Lang უდრის ბჭყალებში n-ს. ეს რა ნიშნავს ახლა? Lang-ი ნიშნავს language და n-ი ნიშნავს ინგლისურს. ამით ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენი საიტი, რასაც მე ამ HTML-ის კოდი დავაწყობ, არის ინგლისურენოვანი და ბრაუზერი უკვე ამას ინგლისურენოვან საიტად აღიქვამს რა. მე თუ მინდა რომ მაგალითად სხვა ენოვანი საიტი გავაკეთო, არა მაგალითად ქართულენოვანი, აქ დავწერ k-ს უბრალოდ რა. ხო, ანუ როგორც გითხარით, ეს არის Lang-ი ატრიბუტი, რომელიც დამატებით ინფორმაციას გვაძლევს ამ შემთხვევაში იმას, რომ ეს ფლიანი საიტი, რაც არის HTML-ის tag-ში მოქცეული, უნდა იყოს ინგლისურენოვანი. ოკეი. კი ბატონო. ამაზე რამე კითხვა ხომ არ გაქვთ, რაც ახლა ვლაპარაკე? კი ბატონო, ანუ ყველაფერი გასაგებია. ოკეი. კარგით, ეხლა ნახეთ რა ხდება. HTML-ის tag-ში, ანუ აი ხლიანად აქ შევხვდებით კიდევ ორ tag-ს. ეს არის head-ი, head tag, რომელიც აქ იხსნება და იხურება აქ და ეს არის body, რომელიც იხსნება აქ და იხურება აქ, ხო? რა პრინციპითაც წეღანი იყო HTML-ზე, იგივე არის ამ შემთხვევაში. უბრალოდ head და body-ს ამ შემთხვევაში ანუ ატრიბუტები არ უწერია. სანამ head-ზე გადავალ, body-ზე გეტყვით, უცებ რომ რეალურად რასაც ჩვენ ვიმუშავებთ, რასაც ჩვენ გავაკეთებთ 95% ალბათ გავაკეთებთ body-ში. ჩვენ body-ში რა კოდსაც დავწერთ HTML-ით, ეგ გამოჩნდება საიტზე რეალურად რა. ანუ მთავარი არის body ამ შემთხვევაში.
ეხლა უბრალოდ სარიელია ამ მაგალითში, მაგრამ ეხლა ჩვენ რო VS Code-ში გადავალთ და HTML-ით რაც კოდს რო დავწერთ, მოკლედ ძირითადი ნაწილი წავა body-ში. ხო? და კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ body არის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ საიტზე ჩანს. ოკეი, ეხლა არის head-ი. ესე იგი, როგორც ხედავთ, იხურება head-ი აქ და ანუ იხსნება head-ის tag-ი აქ და იხურება აქ და ამ head-ში გვაქვს კიდე tag-ები. ანუ როგორც მიაქციეთ, როგორც ალბათ შენიშნეთ, რეალურად ესე შეგვიძლია რომ უსასრულოდ tag-ებში კიდე tag-ები დავწეროთ. ხო და მოკლედ მთლიანი სტრუქტურა ესე იხსართება მე რა, ესე რომ ვთქვათ, ანუ tag-ში tag-ი რაღაც ეს არის მაგალითად კიდე ესეთი ტერმინოლოგიას რო შემოვიღოთ რა, ვთქვათ, head tag-ი HTML-ისთვის არის შვილობილი ანუ ელემენტი. ხო? იმიტომ რომ თვითონ HTML-ში არის შიგნით და პირიქით HTML-ი ანუ head-ისთვის არის მშობელი ელემენტი. ანუ tag-ებს ელემენტებსაც ვეძახით ხოლმე რა, ანუ ან tag-ი, ან ელემენტი, ორივე სახელი შეგიძლიათ რომ დაუძახოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ანუ head-ი და body არიან ერთმანეთის სიბლინგები, ანუ დაძმა ესე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ ერთ ფენაში არიან, ხო? მაგრამ head-ი არის HTML-ში, ამიტომ head-ი არის HTML-ის შვილი ელემენტი. და პირიქითაც ვქვით. ხო, ესეც მინდა რომ დაიმახსოვროთ. და head-ში ამ შემთხვევაში ხა ჯერ არის head-ი, მაგაზე ვისაუბროთ. head-ი არის ისეთი tag-ი, რომელშიც წერთ საიტის რაღაც დამატებით კონფიგურაციებს რა. ანუ უშუალოდ რაც საიტზე შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ რაღაც დამატებითი კონფიგურაციები იყოს ამ საიტზე. აი მაგალითად. აქ არის meta tag-ი. და ნახეთ ახლა აქ არის ერთი საინტერესო მომენტი, რომ meta tags არ გააჩნია დამხურავი tag-ი. ანუ ცალკე meta tag-ი არ იხურება რა, ანუ არსად არ გვაქვს დახილი ხაზი meta. ეს არის თავი დაგვიზით ხარით მეორე ტიპის tag-ები და ამათ ეძახიან თვით დამხურვად tag-ებს, თვით დახურვადი tag-ები. ანუ რომელთაც ცალკე დახურვა აღარ ჭირდებათ. ანუ აქვე იხსნება და აქვე იხურება ჩათვალეთ რა. ანუ ცალკე ამისთვის დასახურად კიდე /meta-ს აღარ დავწერთ. და meta tags აქ ეგეთი ატრიბუტი char-set-ი უდრის UTF-8-ს. ეხლა ეს რა არის, ნახეთ, ეს არის უახლოესი char-set-ი, ანუ ყველა სიმბოლოების ერთობლიობა, რომელსაც დღეს ვიყენებთ რა. ანუ რაღაც ასობგერები, სიმბოლოები, რიცხვები, რასაც დღეს ვიყენებთ, რაც საიტზე შეგხვდებათ, ტექსტური მონაცემები, ყველანაირი ასობგერა A-დან Z-მდე და ყველანაირი ციფრი 0-დან 9-მდე, ყველანაირი სიმბოლო იქნება ეს რაღაც დახევის ნიშანი და ასე შემდეგ, ყველა არის UTF-8-ში გაერთიანებული. ცალკე რომ დასერჩოთ UTF-8, რეალურად ეგ არის, ანუ მაგ სიმბოლოების ერთობლიობა, რაზეც შეთანხმებული ვართ მთელი ინტერნეტ სივრცე, რომ მაგას გამოვიყენებთ რა. და ამით ჩვენ საიტს დამატებით კონფიგურაციას ვუმატებთ და იმას ვეუბნებით, რომ ესე იგი ამ საიტზე იქნება გამოყენებული UTF-8-ში შესული სიმბოლოები, რაც იდეაში ყველაფერს მოიცავს. ოკეი. აქ აი კიდე შემდეგი meta tag-ი და ამას უშამშნით კიდე ის განსხვავება აქვს, რომ აქ ორი ატრიბუტი. ანუ მაგალითად თუ ქონა meta-ს ამ შემთხვევაში ერთი ატრიბუტი, ამ meta-ს აქვს უკვე ორი ატრიბუტი. და რეალურად ესე შეგვიძლია რომ tag-ებს უსასრულო რაოდენობით დაუწეროთ ატრიბუტები. მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა tag-ს თავის კონკრეტული ატრიბუტები აქვს განსაზღვრული. მაგალითად meta tags ანუ ამ ატრიბუტს რაც HTML-ს აქვს ვერ გაუწერთ. ხო, იმიტომ რომ ეს არის განკუთვნილი HTML tag-ისთვის. და პირიქითაც ეგრე არის. ამ შემთხვევაში ამ meta tags უკვე უწერია name და content-ი. მარტივად რო გითხრათ ეს რა არის, ნახეთ, ამით ჩვენ იმას ვეუბნებით ჩვენ საიტს, რომ მოერგოს იმ ეკრანის სიგრძეს და სიგანეს რა კომპიუტერიდანაც არის ეს საიტი გახსნილი. ეხლა მაგალითად მე თუ საიტი მაქვს გახსნილი ჩემი ლეპტოპიდან, იმ ეკრანის ზომას მოვერგებ რა თქმა უნდა, ხო? თუ გავხსენი მაგალითად ტელეფონიდან, სადაც უფრო პატარა ეკრანი მაქვს, მაშინ უკვე იმ ეკრანის ზომას მოვერგება. ხო, ანუ რეალურად ეგრე უნდა იყოს.
იმიტომ რომ რა ზომაც არის მაგალითად ანუ საიტი ლეპტოპზე, იგივე ზომა ვერ იქნება ტელეფონზე ვთქვათ, ხო? ან რაღაცა დიდ მონიტორზე მე ძალიან. ოკეი. და შემდეგი ასევე head-ში გვაქვს შემდეგი თეგი, ეს არის ხო, ამ მეტად იქ რაც შეეხება ამას ყურადღება არ მაქვს დიდი შეხა, რო გჭირდება ეს არაფერში. და ეს არის უკვე title-ის თეგი, რომელიც თვითდახურვადი აღარ არის. ან როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად იხსნება და იხურება და შუაში არის ეს წერია დოკუმენტი. ნახეთ ახლა, აქ კიდე ერთი სიახლე შემოვიდა რა. აქამდე რაღაც თეგებში სხვა თეგები ქონდა, ხო? მაგრამ რეალურად როცა ესეთი ელემენტი გვაქვს, არა თვითდახურვადი თეგები, იმაში ჩვენ შეგვიძლია რომ ტექსტური მონაცემებიც ჩავწეროთ. ანუ პირდაპირ ესე წერია დოკუმენტი, მაგრამ ეხლა ეს ნახეთ რა არის. ეს title-ი დოკუმენტი რომ წერია, არის აი ტაბშიაც ჩანს აი იქ ნახეთ. ტაბის სახელი რაც არის ხოლმე, ის title-ი არის რა. ანუ აქ რასაც მე ჩავწერ, როცა მე საიტს ავაწყობ, ის გამოჩნდება ტაბში, ხო? ეს დაიმახსოვრეთ. ოკეი. კარგით. ეს არის აი ჩონჩხი, ეხლა ის განვიხილეთ, რაც თავიდან უნდა ვიცოდეთ. ამაზე ახლა რაიმე გაუგებარით თუ არის, მკითხეთ აუცილებლად, რომ თავიდან გავიაროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თემა, რომ აქედანვე ეს ყველაფერი კარგად გავიგოთ. შეგიძლიათ რომ ჩატშიც მოიწეროთ, ანუ პრობლემა არ არის. რამე კითხოთ თუ გაქვთ აუცილებლად. კარგით. ჩემთვის გასაგები ყველაფერი. ოკეი, ძალიან კარგი საბა. მაშინ გავაგზავნოთ თუ სხვას კიდე რამე კითხვა არ აქვს. ოკეი. ეხლა რა ვშევით? ეხლა მოდი, აქ გქონი მეტი სლაიდი აღარ გვაქვს. ეხლა მოდი პრაქტიკაზე გადავიდეთ უკვე. და მე შემოში რაღაც კოდი დავწეროთ. მე ამისთვის გავაკეთებ folders და დავარქმევ რაღაც, არ ვიცი, HTML ერქვას. ესე არა. ესე და გავხსნათ VS Code-ით ჩვენი HTML. ოკეი. ეხლა ნახეთ რა ვშევით აქ. უნდა შევქმნათ ფაილი HTML-ის. ზოგადად როცა page, ანუ რას გექნებათ მე დავალებებში თქვენ რა, page-ების საწყობა, საიტის საწყობა. ყოველთვის საწყის გვერდს უნდა დავარქვათ index.html, ანუ index-ი უნდა ერქვას. ეხლა ეგ რატო? ზოგადად ეგრე არის, ანუ wins HTML-ი გამოიგონა, ასე ვთქვათ. დაკონფიგურირებული არის ისე, რომ მაგალითად საიტზე ხო შეიძლება ბევრი გვერდი იყოს, სხვადასხვა გვერდები. და საწყისი გვერდი რაც არის, როცა საიტზე შედიხართ, აი პირველივე გვერდი რაც ჩანს ხოლმე, ანუ home page ესე ქვია რა. მაგას უნდა ერქვას index.html, რომ HTML-მა აღიქვას და ანუ საიტმა აღიქვას უბრალოდ, რომ ეს არის საწყისი გვერდი. ნუ თავიდან თქვენ მაინც მოგიწევთ ხოლმე, რომ ერთ page-იანი საიტები აწყოთ, თავიდან დავალებებში ეგრე იქნება და ყოველთვის უნდა დავარქვათ index.html, ხო? ნუ .html ისეთთვის, იმიტომ რომ როგორც თავიდან გითხარით, ეგ აფართოება უნდა ქონდეს ფაილს. ოკეი, ეხლა ნახეთ. ის ჩონჩხი რაც წერალ მე განახეთ, რეალურად იმის წერა თქვენ ხელით თავიდანვე არ გიწევთ სულ ყოველ იმაზე ჯერზე. უბრალოდ შეგიძლიათ რომ სახლის ნიშანი დაწეროთ და ორი წამით ესაბრეითები გამორთოთ არ გვინდა ახლა და აქ პირველივეს რომ ამოვგებთ, ანუ ერთ ცალ სახლის ნიშანს, აი ამას რომ დააჭიროთ, ზუსტად იგივე რაღაცა დაიწერება და არ მოგიწევთ რომ რაღაც თქვენით წეროთ ყოველ ჯერზე ეს ჩონჩხი. და დავასეივოთ, ოკეი. ეს არის ჩვენი მოკლედ HTML-ის კოდი, რაც ეხლა განვიხილეთ და ეხლა ნახეთ. თუ საიტს ვაწყობთ, რა თქმა უნდა, ვიზუალური მხარეს უნდა ხედავდეთ, ხო, აწყობისას, ხო, ანუ რაღაც რო გავაკეთებთ, იმ საიტს უნდა ხედავდეთ, რას ვაკეთებთ. ამისთვის ჩვენ გვაქვს, ამისთვის ჩვენ შეგვიძლია რომ უბრალოდ ნახეთ HTML-ის ფოლდერი გავხსნათ და აქ ხო გვაქვს ჩვენს მიერ შექმნილი HTML-ის ფაილი. ეს უბრალოდ რო გავხსნათ, ნახეთ, გაიხსნა ცარიელი page-ი, ხო? ეს არის ცარიელი HTML-ის page-ი, ანუ ეხა იმიტომაც ცარიელი, რომ უბრალოდ არაფერი არ გვიწერია, ჯერ საერთოდ კოდი არ გვიწერია, ხო? ამიტომ არის რაღაც სუფთა ფურცელი ჩათვალეთ. ჩანაწერი საბა იქნება, რა თქმა უნდა, აუცილებლად კი ვიწერა ლექციას. ხო. ეს არის ცარიელი, იმიტომ რომ არაფერი არ გვიწერია და ეხლა მოდი რაღაც ცვლილებები შევიტანოთ. პირველ რიგში დოკუმენტი, რაც გითხარით, ხო, ნახეთ, აი აქ წერია ტაბის იმათ, რა ქვია, ტაბის სახელი არის დოკუმენტი
და ზოგადად HTML-ის საწყობისას ყველა დეტალს უნდა მიაქციოთ ხოლმე ყურადღება. მაგალითად, თუნდაც ამ title-ს რა, იმიტომ რომ თქვენ როცა საიტს აწყობთ, მაგალითად, დამკვეთი მოვიდა თქვენთან და თქვათ რომ საიტი აწყობთ, რაღაცა უნდა, რაღაც რომ თქვათ გაყიდოს რა. ჩვენი ეს ცოტა შორეული თემა არის, მაგრამ აქედანო მინდა რომ იცოდეთ. თქვენი თავარი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, როცა თქვენ ამ საიტს აუწყობთ, ხო? და როცა ეს ადამიანი ამ საიტს გამოიყენებს, ხო, თავის რაღაც ბიზნესისთვის. ეს საიტი უნდა იყოს გამართული და დასერჩვადი. ხო, აი რაღაცას ვსერჩავთ ხოლმე Google-ში. იქ შეიძლება რომ 10 პეიჯი იყოს და რაღაც 100 პეიჯზე თქვენი საიტი არ უნდა იყოს. და ეგრე რო არ იყოს, უნდა დავიცვათ გარკვეული ნორმალიზაციის წესები და სადაგზ რა თქმა უნდა მაგეებს გეტყვით. თუნდაც ერთ-ერთი არის ის, რომ აი ეს head-ში რაც გვაქვს კონტენტი, ეს იყოს გამართული და სწორად შერჩეული. მაგალითად, როცა რაღაც საიტს ვაწყობ, title უნდა იყოს იმ საიტის შესაბამისი. ყოველთვის რა. ნუ ეხა იდეაში არაფერ კონკრეტულს არ ავაწყობთ ჩვენ, მაგრამ ეგ აითვალისწინეთ ხოლმე, რომ ზოგადად HTML-ში ეგ დამუშავებულია, რომ სწორად შევარჩიოთ თეგები, სახელები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუ მაგას გავაკეთებთ, უკვე ვთქვათ, აი Google-ის ჩვენი საიტი მოეწონება და ვიღაც რო დასერჩავს, მარტივად იპოვის. ეგ როგორ მუშაობს და რაღაც მაგას კიდე მერე გავავლით რა, შემდეგ მოდულებში. ამ შემთხვევაში ხარ რადგანაც რაღაც კონკრეტულს არ ვაწყობთ, შეგვიძლია რომ ტესტი დავარქვათ უბრალოდ და ნახეთ რო გადავიდი აქ. ჯერჯერობით თუ ხედავთ ისევ წერია დოკუმენტი. ესე იქნება მანამ სანამ არ დავარეფრეშებ. ანუ ნახეთ რო დავარეფრეშებ უკვე გამოჩნდა, ხო? რაც დავარქვი. ნახეთ რა ხდება, ანუ როცა რაღაცა შესვლით HTML-ის ფაილში, არ გამოჩნდება მანამ სანამ page-ს არ დაარეფრეშებთ. ეგ დაიმახსოვრეთ რომ მე რაღაც ის არ იყოს. არ დაიბნით ხოლმე რა, რაც თუ არ გამოჩნდება. ოკეი. ეხლა უკვე გადავდივართ თავარ ნაწილზე. ბადიში, რაზეც მე დაგვირდით და გითხარით, რომ ყველაფერი აქ მოხდება, ნუ ყველაფერი რა, უმეტესი ნაწილი მოკლედ მოხდება ბადიში და რასაც ბადიში დავწერთ, ეგ გამოჩნდება საიტზე. HTML-ში არსებობს უკვე ეს თეგები ხო ვისწავლეთ, რაც გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი თეგი არსებობს HTML-ში რა. საკმაოდ, მაგრამ არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ ბევრი თეგი საჭირო არც არის საერთოდ, ანუ ზოგი თეგი მეც არ ვიცი მაგალითად. კონკრეტულად უფრო აი მცირე ჯგუფი არის იმ თეგების, რომელსაც ძალიან ხშირად გამოიყენებთ ხოლმე რა. და მაგეებს, რა თქმა უნდა, ყოველ დავალებაში რო გამოიყენებთ და ჩვენც რო გამოიყენებთ ხოლმე სემინარებში და ასე შემდეგ, ძალიან მარტივად დაიმახსოვრებთ. მოდი პირველი თეგი, რასაც ყოველთვის სტანდარტულად ამ თეგით ვიწყებ ხოლმე განხილვას. ეს თეგი არის სათაურისთვის განკუთვნილი თეგი. ანუ ნახეთ რა ხდება, ყველა თეგს აქვს თავის დანიშნულება. აქედანვე გეუბნებით იმას, რომ რაღაც ნებისმიერი ერთი თეგი რო აიღოთ, კონკრეტული რაღაც თეგი, შეგიძლიათ რომ აი ყველანაირი დანიშნულებით გამოიყენოთ ხოლმე რა. მაგრამ არასწორია ძალიან ეგ. ყველა თეგს თავის დანიშნულება აქვს, რაზეც შეთანხმდნენ დეველოპერები, რომ ამას ექნებოდა ეს დანიშნულება, იმას ეს და აუცილებელია რომ ყველა თეგი თავისი სწორი დანიშნულებით გამოვიყენოთ. როგორც თქვი, პირველი თეგი, რასაც ჩვენ ხა ვისწავლით, არის სათაურის თეგი. ანუ საიზი რომ შედიხართ რაღაც სათაური რო გვხდებათ, ხო? აი მოდი ავიღოთ რაღაც კონკრეტული მაგალითი, პრინციპში ვთქვათ ის მაგალითი ავიღოთ, ხიად შევდირავ ხოლმე აქ. სათაური, ნუ ამათ ეხა ეს ერთი კონკრეტული გამოკვეთილი სათაური არა აქვს, მაგრამ მაგალითად ეს არის სათაური აქ, ხო? ეს არის უბრალოდ რო ვთქვათ, ქვესათაური. ქვესათაურებს ვისწავლით რა, მაგრამ მე მაქვს საუბარი მთავარ სათაურზე, აი ზოგ საიტს აქვს მთავარი სათაური ხოლმე რო შედიხართ. ნუ ამას არ აქვს როგორც წინს. JavaScript-დან გადავიმეორებ რაღაცებს ხოლმე. ანუ ნახე, გადამეორებით ესე, როცა JavaScript-ის ნაწილზე გადავალთ უკვე ამ მოდულში, სადაც საიტზე გამოვიყენებთ უკვე JavaScript-ს, თავისთავად გადავიმეორებთ იმას, მაგრამ ესე თავიდან რაც უკვე აიხსნა, მაგეებს არ ახსნით რა. ანუ თუ რაღაცები იყო ისეთი, რაც შეიძლება კარგად არ გახსოვთ და ასე შემდეგ, პარალელურად ჩემი რჩევა იქნება, რომ JavaScript-ი გაიმეოროთ. ანუ რასაც თემო ხსნიდა, მაგეებს გამოვიყენებთ
და ეგ თავისთავად იქნება გადამეორება, მაგრამ თავიდან არ ახსნით ეს რაღაც თქვა და if რაც აკეთებს ეს რაღაცები, მაგას თავიდან არ ახსნით და თუ არის ისეთ რაღაცები, რაც ცოტა არ გახსოვთ და ასე შემდეგ, როგორც ვთქვით, HTML-ი ეს მასალა არ არის ძალიან რთული, ამიტომ ამის პარალელურად ისიც შეგიძლიათ რომ გადაემეოროთ რა. ძალიან წაგადგებათ ეგ. ოკეი, ეხლა რა მინდოდა? ხო, სათაურზე მქონა საუბარი. ნახეთ ეხლა როგორ იწერება სათაური. ანუ სათაურის თეგი. ხსნი თეგს ნაკლებობის ნიშანით, წერ თეგის სახელს h1 პირდაპირ h1 ესე იწერება. მერე წერ მეტობის ნიშნავს და HTML უკვე ავტომატურად კარნახობს დახურვას, ნახეთ? სუსტად იგივე რაღაც დაწერა უბრალოდ დახრილი ხაზით, რაც ნიშნავს ამ თეგის დახურვას. ხო? ამას თავისით კარნახობს ხოლმე HTML-ი რა. დაჟე შეგიძლიათ რომ პირდაპირ თეგის სახელი დაწეროთ ესე, ანუ მეტობის და ნაკლებობის გარეშე და ტაბს დააჭიროთ და თავისით მთლიან თეგს დაგიწერთ. ხო? ეს არის h1, რომელიც არის სათაურისთვის და სათაურში რა თქმა უნდა ჩავწეროთ უკვე უშუალოდ ამ თეგში იწერება ტექსტური მონაცემი პირდაპირ ყველანაირი ბჭყალების გარეშე, ამას იმიტომ გემოვნებით რომ მაგალითად JavaScript-ში თუ ტექსტური მონაცემისთვის ბჭყალებს ვიყენებთ, აქ ბჭყალები არ გვინდა. პირდაპირ თეგში ვწერთ, მაგალითად დავწეროთ აი ესე heading, აი ესე. heading 1, რომელიც არის ჩვენი საიტის მთავარი სათაური. გადავიდეთ, დავარეფრეშოთ და გამოიტანა როგორც ჩანს, როგორც ხედავთ, heading 1 ეს მთავარი სათაური. და ამაზე ის მინდა იცოდეთ, რომ ზოგადად ყოველ page-ზე ხოლმე h1 მარტო ერთხელ გამოიყენეთ, ანუ ორჯერ არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ მთავარი სათაური ყველა page-ს უნდა ქონდეს 1. ანუ განა ორჯერ რო გამოიყენოთ რამე დაშავდება, აი ვთქვათ ეხლა რო გავაკეთო რა, შემიძლია ავდგე და მეორეთაც გამოვიყენო, აი ეს. და ანუ რამე ერორი კი არ იქნება რაიმე მსგავსი. უბრალოდ როგორც გითხარით ბრაუზერისთვის, რომ ბრაუზერს ჩვენი საიტი მოეწონოს, არ გამოვიყენოთ ხოლმე h1 ერთ page-ზე ორჯერ ან უფრო მეტჯერ. მარტო ერთხელ გამოვიყენოთ. ოკეი. ეხლა ნახეთ, მე წეღა ვახსენე ქვესათაურიც გვაქვს იქ რეალურად რა, ანუ გვაქვს h1, რომელიც არის მთავარი სათაური, მაგრამ არის კიდევ ქვესათაური. ანუ თქვენ შეიძლება რომ საიტზე მთავარი სათაური შეგხვდეთ, მაგრამ იქ კიდე რაღაც სექციები იყოს ქვემოთ ჩამოშლილი და ყველა სექციას კიდე თავისი სათაური ქონდეს რა, რასაც ვეძახი რეალურად ქვესათაურს. და ეგ იწერება h2 h2 თეგით. ხო? და მარტივი დასამახსოვრებელია, ხო, ის არის 1, ანუ პირველი მთავარი, მერე 2 და აქ შეგვიძლია დავწეროთ heading 2. გადავიდეთ დავარეფრეშოთ heading 2 და ნახეთ ახლა რა საინტერესო რაღაც მოხდა აქ თუ დააკვირდებით heading 2 უფრო პატარა არის ვიდრე ეს ჩვენი პირველი სათაური. რადგან ეს არის ქვესათაური, HTML-მა ავტომატურად მიცა სტილი, ეხლა ცოტა CSS-ში გადავდივართ ნელ-ნელა, ანუ სტილი მისცა და უფრო პატარად გამოიტანა. სინქრონულად უნდა ვწეროთ კოდი HTML-ში. კი ბატონო, HTML-ში არ არსებობს ასინქრონულობა და სინქრონულობა, ეგ ცნება არ გვაქვს აქ მოკლედ. ჩვეულებრივად წერთ კოდს, ანუ მაგაზე არ იფიქროთ საერთოდ. მაგიტო გითხარით, რომ JavaScript-ზე საერთოდ არ იფიქროთ, როცა HTML-ის კოდს წერთ რა, ანუ აქ არ გვაქვს ეგ ცნება. თვითონ HTML-ში არ არის ეგ ცნება. ეგ არის JavaScript-ში. ანუ თვითონ HTML-ში ასინქრონული მოქმედება, რა თქმა უნდა JavaScript-ის სახით მოხდება, მაგრამ JavaScript-ამდე სანამ მივალთ იქამდე, როცა HTML-ს წერთ, როგორც ასეთი, ეგეთი რამე არ გვაქვს აქ. კარგით. h2 ასევე გვაქვს h3, რომელიც კიდევ ქვესათაური არის, უფრო რო ჩავშალოთ. heading 3, რომელიც კიდევ უფრო პატარა არის და ესე მიდის, თუ არ ვხდები, h6-მდე. ხო? სიმართლე გითხრათ, ეხლა არ გამომიყენებია h6, h5 არასდროს, აი მაქსიმუმ h3 გამომიყენებინოს ხოლმე რა, მაგრამ მაინც იცოდეთ. ეგეთ ჩაშლილი სათაურები მაინდა-მაინც არ შეგვხვდება ხოლმე ერთ page-ზე. ოკეი, ეს არის ჩვენი სათაური, მოკლედ, რაც პირველი თეგი, რასაც, ნუ პირველი რა, ამას მერე პირველი თეგი, რასაც ჩვენ შევეხეთ. ოკეი, რამე კითხვა ხო არ გაქვთ? თუ გექნებათ კი იცით რა უნდა დაწეროთ, მაგრამ მაინც ჩერდები ხოლმე რომ რამე თუ იყო დამისვოთ.
ოკეი, ჩატში რაღაც იწერებიან, მაგამდე გავაგზავნებთ ან. ოკეი, ეხლა მოდი ვისწავლოთ ახალი თეგი. ხო, თქვათ და მეშვიდე ქვესთავი გვინდა, მაგ შემთხვევაში ასაკეთებთ. ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ანუ ეგეთი რაღაც არ მოხდება ალბათ არასდროს, ეგეთი საიტი რო ავაწყოთ, ანუ არც იქნება კაი პრაქტიკა, ანუ 7 სათაური თუ დაგჭირდა ეს ჩაშლი, ესე იგი ძალიან დიდი page ქონია რა, რაღაც უშველებელი. და ეგ დროს, ნუ ესე იგი რაღაცა სწორად არ ვაკეთებთ და ამიტომ არ დაგჭირდება, არც 6 არ დაგჭირდება და არც 5 არ დაგჭირდებათ კიდე ჩემი აზრით. ოკეი. კარგით, ეხლა შემდეგი თეგი განვიხილოთ. შემდეგი ასაც განვიხილავ ხოლმე არის p თეგი. ნახეთ, ესე გვია ძალიან მარტივი არის p tabs დავაჭერ და იგივე პრინციპით იწერება, გახსნა და ხურვა და p თეგი რა არის? p თეგი ნიშნავს პარაგრაფის თეგს, ანუ პარაგრაფი იცოდეთ რომ ყველა თეგს ასაც თქვენ ნახავთ, ანუ რაღაც დატურთას ატარებს ხოლმე, ანუ შეიძლება პირდაპირ მთლიანად ეწეროს თეგის სახელი, ანუ შეიძლება ეწეროს საბრევიატურით რა, h არის heading-ი, p არის პარაგრაფი. პარაგრაფი უკვე გამოიყენება იმისთვის, რომ დავწეროთ დიდი ტექსტური მონაცემები. აი თუ მინდა რაღაცა მოთხრობა დავწერო საიტზე, ისე ვიძახი პირობითად, მაგას დავწერ p თეგში და რაღაც დიდი ტექსტური მონაცემები იწერება რა. აი რაღაც ვიპოვი რამე მაგალითს ლორემ იფსუმის ტექსტი რა ნება ხოლმე ხშირად რომ რაღაც დიდი ტექსტი ჩავკოპირო უცებ აქ ორი წამით. აი თქვა და ჩავკოპიროთ რაღაც ლორემ იფსუმ. ლორემ იფსუმი არის ვინც არ იცით, ანუ რეალურად ეხლა არწერია სრული უაზრობები. წესი დარიგით. დავი აქ რაღაც სიტყვების საქმეშველობების, მაგრამ ითეს ზოგადად, ანუ უბრალოდ იყენებენ ხოლმე რაღაც მაგალითი მოიყვანონ ხოლმე რა, ანუ არაფერი არ არის ესეთი. და რა გადავიდე ხა და იმას ხნა ნახეთ. ეხლა აქ ტექსტი დაიწერა, მაგრამ აქ ხა ერთი კიდე საინტერესო დეტალი გვაქვს რა. როგორც ხედავთ, ანუ პარაგრაფის ტექსტი პატარა არის უფრო, რადგან პარაგრაფია ხო, ანუ ჩვეულებრივი ტექსტია და არა სათაური. და ასევე მუქი არ არის. ანუ ამას აქვს სიმუქე, ამას არ აქვს სიმუქე. ეს ხდება CSS-ის მეშვეობით, სანამ ჩვენ მალე მივალთ ახლა. მაგრამ მაინც აქედან მინდა რომ შეამჩნიოთ რა. რომ ნახეთ, HTML-ში თეგებს შაშინებული აქვთ უკვე სტილები თავიდანვე, ნუ მინიმალური, მაგრამ მაინც. და თავის აკეთებს იმას, რომ ეს p თეგი ტექსტი უფრო პატარა იყოს და სათაურის უფრო დიდი იყოს რა. და მისეს ასევე, ანუ სიმუქე რაც თქვია boldi. ანუ ხო. კარგით. ეს რაც შეეხება ჩვენს p თეგს. ოკეი, ეხლა კიდევ რა გვაქვს? p თეგის გარდა და h-ების გარდა, ასევე გვაქვს, თქვათ, ავიღოთ ბათონი. როგორც ხედავთ, ბათონი პირდაპირ იწერება, ანუ რაც შემოკლებული ვარიანტი აღარ არის და ნიშნავს ღილაკს, ხო ესეა? წერთ ესე იგი ბათონს, მაგრამ ეხლა რომ დავასეივოთ აქ და რომ გადავიდე და რო დავრეფებს ნახეთ რა გამოჩნდა, აი ძალიან პატარა რაღაცა გამოჩნდა. ეს რეალურად ღილაკი არის, მაგრამ რა თქმა უნდა ღილაკს ესე არ გამოვიყენებთ ხოლმე რა, ანუ პატარა სახით. ყოველთვის როცა, ნუ ყოველთვის რა ძალიან ხშირად, როცა ღილაკის ტექსტს შევქმნით, შეგიძლიათ უნდა ჩავწეროთ ტექსტი. ხო, რომ ამ ღილაკში რაღაც ტექსტი ეწეროს, რომ ამ კარგად გამოჩნდეს. ეს არის click me, თქვათ, ესე რომ გავაკეთოთ და რო დავარეფრეშოთ, ნახეთ, ესეთი ღილაკი გვაქვს, რომელსაც უკვე ნახეთ, დამატებითი სტილები აქვს, ანუ ღილაკისთვის მინიმალური, რაც უნდა ქონდეს ღილაკს, ეგ სტილები აქვს, რაღაცა ბორდერი აქვს, ამას კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ვისწავლეთ CSS-დან, ამ სტილებს ეს არის ბორდერი, რაღაცა ფერი აქვს, ოდნავ რუხი არის და ხელი რომ იმაქვს, ფერს იცვლის რა. ამას ქვია hover-ი, ამას მე ვისწავლით. რა არის hover-ი? მაგრამ ანუ hover-ი იმას აკეთებს, რომ ძალიან ხშირად შეხვდებოდა თქვენს რომ აი რო ელემენტზე რომ მაუსი მიგაქვთ და ფერს რო იცვლის ან რაღაც ეგეთი, მაგას ქვია hover-ი რა და მაგასაც მე პრაქტიკაში ვისწავლით. და რო ვაჭერ, ნახეთ, ეხა ამას მე ვაჭერ და რაღაც ის ახალ ინტერაქცია აქ, აი ფერს იცვლის რა. ეს არის ჩვენი ღილაკი. ხო, კი ბატონო, შემდეგი რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ არის მაგალითად input-ი. ხო? ხო, ეხლა ნახეთ რა ხდება, აქ ცოტა სიახლე შემოგვივიდა, ანუ სიახლე არა იდეაში ეგ უკვე ჩვენ გავიარეს, მაგრამ მაინც. input-ი არის თვითდახურვადი თეგი, ანუ არ იხსნება ცალკე და ცალკე არ იხურება, ეგრევე იწერება input-ი და მორჩა, ანუ თავის თავშივე იხურება. ხო, ანუ და აქვე მინდა შეამჩნიოთ, ანუ
ლოგიკურად ანუ მარტივი გამოსატანია ეს ლოგიკა, რომ თვითდახურვა თეგებში ესე ვერაფერს ვერ ჩავწერთ, ხო? მაგალითად ბათონში თუ უწერ click me ესე ტექსტურად თვითდახურვაში მაგას ვერ ჩავწერ, იმიტომ რომ იქვე იხურება, ხო? მაგრამ ეგეთებს არც ჭირდებათ ხოლმე ეგეთი რაღაცეები. და ნახეთ, ეგეთი ატრიბუტი აქვს ამ input type text-ი, რომელიც ამ input-ზე გვაძლევს დამატებით ინფორმაციას და ამ შემთხვევაში გვეუბნება იმას, რომ ამ input-ში შეგვიძლია რომ ტექსტი შევიყვანოთ. ოკეი, გადავიდეთ. დავარეფრეშოთ და ნახეთ, გაჩნდა input-ი. და აქ შეგვიძლია რომ ჩავწეროთ უკვე რაღაცეები, ესე რა. ჩვეულებრივი input-ი არის. თუ დააკვირდით, მაინც წინ გავუწევ ცოტა მოვლენებს, უბრალოდ ვახსენებ რა, რომ მიაქციოთ რა, ანუ ყურადღება, რომ ჩვენ რომ ეს ელემენტები აქ დავწერეთ, ერთმანეთი ზემოთ-ქვემოთ დადგა რა, მაგრამ ბათონი და input-ი გვერდიგვერდ დადგა. ეგ უკვე ეგეთ CSS-ის ამბავი არის, ანუ display ქვია მაგას და მაგის გამო ხდება ეგ და მაგასაც მე ასე ვთქვათ, კარგად ავხსნით. ოკეი. კი ბატონო. ეგიც გავიარეთ. ოკეი, ეხლა რა გვინა კიდევ. ნუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული თეგი, ალბათ ყველაზე ხშირად შეხვდებით, არის div. აი ესე იწერება. div არის ანუ ამას თავიდან ცოტა ვერ იგებინ, არის ძალიან მარტივი არის და მინდა რომ კარგად დაუკვირდეთ რა. div იშიფრება როგორც divider, გამყოფი ანუ რა. და ნახეთ რატო არის ეგ. როცა საიტზე ჩვენ შევდივართ, იქ განცალკევებული კონკრეტულად რაღაც ელემენტები შეიძლება რომ იყოს, ელემენტების ერთობლიობა შეიძლება რომ ერთ კონკრეტულ ჯგუფად აღვიქვათ. აი მაგალითად, ტიკეტის მაგალითზე იმედია რომ კაი მაგალითი იქნება, ну, კი არის, მაგრამ ოკეი. კაი. აი მაგალითად აქ რა არის ერთი, აი თქვა, აი ის ნახეთ. პოპულარული რო აწერია და პოპულარული რაღაც ივენთები არის რა. აი ეს მთლიანად რაც აქ ჩვენ ვხედავთ, ეს არის ერთი კონკრეტული div. ანუ რატო ეხა ნახეთ ერთ div-ში წერია ეს ყველაფერი და რატო იდეურად ეს არის ერთი ჯგუფი, ხო რაღაც პოპულარული ივენთების რაღაც ისა რა ქვია ვიზუალი არის აქ და ეს შეგვიძლია რომ რაღაც ერთ ჯგუფში გავიყვანოთ. ქვემოთ არის რაღაც კალენდარი, ეს კიდე ცალკე ჯგუფში შეგვიძლია რომ გავიყვანოთ რა და ეს ელემენტების ერთობლიობა რომ დავყოთ, ხო, divide რო გავუკეთოთ. მაგაში ვიყენებთ ხოლმე divs. divs ხშირად ეძახიან კონტეინერს ხოლმე რა და ეგეთ შეგიძლიათ რომ დაუძახოთ, ხო? რაღაც შინაარსობრივად ლოგიკურად ელემენტების ჯგუფი, რომელიც ერთ კონკრეტულ რაღაც თემას ემსახურება, ამ შემთხვევაში პოპულარული ივენთებს ემსახურება, მაგისთვის შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ divider-ი. და აი მაგალითად მაგ სათაური, ანუ მთავარი სათაური მაგ საიტზე და მე მაგ თქვათ რაღაცა აი ეს h2h-ამი შეგვიძლია რომ წავშალოთ. მაგ ტექსტი ღილაკი და input-ი და ეს ტექსტი ღილაკი და input-ი არის ერთი რაღაცა, მაგალითად ამ ტექსტში წერია რაღაც და მაგ ამ შინაარსობრივად მაგ ტექსტს უკავშირდება ეს ღილაკის და ეს input-ის რა და ერთ კონკრეტულ რაღაცს ემსახურება. და რო გამოვაცალკევოთ ესე რომ ვთქვათ, ჩავსავთ div-ში. ხო? რო იდეურად მივხვდე კოდში რო შევალ რომ აი იქ რო წერია რაღაც და div-ში რომ ჩასმული რაღაც სამი ელემენტი შინაარსობრივად ეს რაღაც ერთ იდეას ემსახურება რა, ეს სამი ელემენტი. და რო გადავიდეთ აქ რეალურად, ანუ ეს ხა h2h-ამი წავშალე, მაგრამ არაფერი არ იცვლება ვიზუალში. ხო? ანუ ვიზუალში ეს div ესე არ ჩანს. უბრალოდ ანუ კოდის ანუ სწორად სტრუქტურიზებისთვის ვიყენებ ხოლმე divs, რომ ეს ელემენტთა ჯგუფი კარგად გამოვყო ხოლმე ერთმანეთისგან. მხოლოდ ეგ არის რა. მეტი არაფერი. ოკეი. divs-ზე ახლა რამე კითხვა ხო არ გაქვთ? ჩატი იწერება რაღაც დაულდები და მე გავაგრძელებ. input-ში ლინკი შეიძლება რომ მოვათავსოთ.
ანუ ლინკში აზროვნებს რომ ახლა ლინკისთვის სხვა თეგი გვაქვს. მაგასაც გავავლით ახლა. ანუ input-ი ესე ლინკი input-ი არის იმისთვის რომ რაღაც ინფორმაცია შევიყვანოთ რა. ანუ გარკვეული ინფორმაცია, ხო? ხო, ანუ რა თქმა უნდა, ეგრე ყველაფერი შეიძლება, მაგრამ აი კონკრეტულად ლინკისთვის ჩვენ ცალკე ის გვაქვს, რა ქვია, თეგი გვაქვს და მაგას ვისწავლით. კი, აი ზუსტად inputs იყენებენ რეგისტრაციისთვის, თქვათ, რომ შევიყვანოთ ჩემი მონაცემები, ასევე როცა ლოგინდებით, მანდაც ხო ჩემი მონაცემები შევყავს. თქვათ, აი message რომ წერთ ვიღაცას, ხო, ეგეც input-ი არის, ხო, რეალურად. მანდაც inputs ვიყენებთ. და ასე შემდეგ, ანუ მოკლედ ეგეთ დროს ყოველთვის გამოიყენება ჩვენი input. ვერ იტყვი რომ უფრო რეგისტრაციის დროს, ანუ რეგისტრაციის დროს კი ბატონო და ნებისმიერ აი ძალიან ბევრ სიტუაციაში შეიძლება რომ გამოიყენო. მაგალითად, როცა წერ message, როცა თქვა და YouTube-ზე რო შედიხარ და ხო სერჩავთ რაღაც ვიდეოს, თქვა, ხო შეკავთ რაღაც ტექსტი რომ ეს ვიდეო დასერჩოთ. ეგეც input-ია რეალურად რა. და ეგეთი სადაც ტექსტი შეყვანა შეგიძლიათ, ყველაფერი არის input-ი. კომენტარებისთვისაც რო შეყოს კომენტარი რაღაცას წერთ, ხო? ეგეც input-ი არის. ოკეი. კი ბატონო, ეს TV, ხო, თუ TV-ზე გქონთ რამე კითხვა, ეგეც მითხარით. ამ ჩანად input-ი აქვს, რასაც ახლა თქვენ წერთ, რო კლიფავთ, ეგ input-ია. input-ის ელემენტია რეალურად რა. ხო. ეგ შეგვიძლია რომ აიქვათ. ოკეი, კარგით, ესე იგი ეს გავიგეთ. ეხლა ხო, მოდი ახლა ლინკი ვახსენით. ჩვენ შეგვიძლია რომ ეგ ანუ თეგი, ისეთი თეგი განვიხილოთ, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ აი რაღაც ლინკი არის და რო დავაჭერთ, რომ სხვან გადავიდეთ რა. ხო, ანუ ეგეთი რაღაცები ხდება საიტზე, რო ვაკლიკებ და სხვა გარო გადადიხართ საერთოდ. ამიტომ მე გავაკეთოთ, მოდით. ამისთვის არსებობს a თეგი. href წერია, ამას გეტყვით რა არის და ვთქვათ, აქ დავწეროთ go to ticket g. ვთქვათ, ეს იყოს ისეთი ლინკი, რომელსაც რო ვაკლიკებ, გადავდივარ ticket g საიტზე. როგორც ხედავთ, ამასაც ჩაშენებული სტილი აქვს, underline-ია ქვემოთ, ეს ხაზი და არის ოდნავ მოლურჯო რა, ანუ ლინკი რაფერიც არის რა. ამასაც ჩაშენებული ის აქვს. რო ვაკლიკებ, მინდა რომ გადავიდე ticket g-ზე. ეხლა რო ვაკლიკებ, არაფერი არ ხდება რა, ანუ ამ საიტზე ვჩები რა თქმა უნდა. მაგრამ მე შემიძლია რომ ნახეთ რა გავაკეთო. href-ი რომ წერია, ეს არის, ანუ ხო, ეს რა არის? ეს არის anchor-ი, ესე ეძახიან, ну, anchor text-ი ეძახიან და href-ი არის ატრიბუტი, რომელიც იმაში გვეხმარება, რომ აქ შემიძლია რომ უშუალოდ ჩავწერო ის ლინკი, იმ საიტის ლინკი, რომელსაც მინდა რომ გადავამისამართო მოხმარებელი, როცა დააკლიკებს ამას. ამ შემთხვევაში მე გადავალ ticket g-ზე, დავაკოპირებ links და ჩავსვავ აქ. აი ესე. ნახეთ? ძალიან მარტივად და როცა დააკლიკებს user-ი ამას ორი წამით დავარეფრეშო, ხო? რეფრეში უნდა და მოდი ერთ ვთქვათ, რომ დავაკლიკებ ამას, გადამიყვანს ticket g site. ხო. მაგრამ ეხლა ნახეთ ერთი პატარა დეტალი არის კიდე აქ რა. რო ვაკლიკებ, ის ტაბი ქრება, რაზეც ვიყავი, ანუ ჩემი საიტი და ჩდება ticket g. მაგრამ იქნებ მინდა რომ განა ის ტაბი გაქრეს, რომ დავაკლიკებ, ახალი ტაბი გაიხსნას და იქ გადამიყვანოს და ეს page-ი ისევ დამიტოვოს აქ. ეგ ძალიან მარტივია. დამატებით ატრიბუტი შეგვიძლია რომ გავუწეროთ a tags, რაც ქვია target-ი და ანუ ქვედახაზი და blank-ი. ეს როლ დაიმახსოვრეთ, ხო? ანუ რაღაც ის არა კონკრეტული ახსნა, რა. აი ეს ატრიბუტი და როცა უდრის blanks, რო გადავიდე ხა და რო დავარეფეშო, აი რო დავაჭირო ამას, ნახეთ, ეს page-ი არ გამიქრო, აქ დამიტოვა, ბოლოს ახალი ტაბი გამიხსნა. და გადამიყვანა ისევ ticket g-ზე. ეგ რა მოხდეს მაგალითად ticket შეუძლია security გავუკეთოს მის საიტს, რომ ვერ გადავიდე კონკრეტული საიტიდან. იცი რა, კი, ეგეთი რაღაცები შეიძლება, რა თქმა უნდა. ნუ ეგ უკვე სხვა თემა არის საერთოდ, მაგრამ კი რა, ანუ არის გარკვეული საიტები, რომელიც ჩალიჩომე ხოლმე, რომ რაღაც გადაიყვანონ
სხვა საიტზე და რავი, ვთქვათ, შეიძლება იმ საიტს ანუ რაღაც ცუდი საიტი იყოს, რაღაცა შავი სია იყოს ვთქვათ, რაღაც საიტების და იქიდან რომ ილინკებოდე იმათ საიტზე. ეგ შეგიძლია რომ დაბლოკო რა. მაგრამ ეგ ხა ჩვენი თემა არ არის, როგორც ასეთი, ანუ HTML-დან ეგ არ ხდება. ეს ჩვენი საიტი როგორ გავაკეთოთ თუ არა დიდ აქ რო ქვია, ან ნახე, უბრალოდ ძალიან მარტივია, უნდა შექმნა index.html ფაილი, ან გააკეთებ რაღაც folders, უნდა შექმნა index.html ფაილი, ეს კოდი უნდა დაწერო აქ, რაც ახლა ჩვენ გვიწერია. აქ title-ში ჩაწერ tests და ეს ფოლდერი ხომ აქვს შექმნილი, მე აი ეგ შექმნილი ეს ფოლდერი ნახე და ამ ფაილს რო დავაკლიკებ, ამ საიტს გამიხსნის. ხო? და თუ რამე ის იყო მაინც დახამგვიან შემოხვედი, ჩანაწერს რო უყურებ, კიდე ძალიან კარგად გაიგებ რა. არ წერია, მაგრამ ჩავაგდებ მე. ანუ როცა ლექციას ავტვირთავ, ამ კოდსაც მოვაყოლებ, თუ გინდათ, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა. ნიშანს წერდა თავის იწერება, ხო, კი ბატონო, ანუ ძახილ ნიშანს რო დაწერ, თავისით კარნახობს მერე რა. ნუ მაგასაც ნახავ ლექციაში. ოკეი, ესე იგი, ესე ჩვენი 8-ი განვიხილეთ. კიდევ რა შეიძლება ეხა აქ შეგვიძლია რომ ვთქვათ, ისეთი თეგი, ნუ დამბური რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა რაც ჩვენ გამოგვადგება ხო. კაი, თქვა წავიღოთ კიდე ესეთი რამე. ესეთი თეგი, ხო, image თეგი კი ეს კიდე კაი გამახსენდა. ეს საწერ კოდს რა აპია. ხო, ანუ VS კოდი არის კი. კი ბატონო. კიდევ გვაქვს image, ანუ ფოტო თუ მინდა რომ საიტზე შემოვიდანო. ეს არის image თეგი, ნახეთ? ტაბს დავაჭერ და მიგანახა. როგორც ხედავთ, image თეგიც არის თვითდახურვადი თეგი, ანუ ცალკე არ იხურება. და აქ ორი ატრიბუტი, source და alt. ეხლა დავასეივო, რომ გადავიდე. ხო, მოდი, ბარემ მინდა რომ ეს თემი გასწავლოთ რა, ანუ რო არ იწვალოთ ხოლმე. აი, რამეს რო შესვლით და საიტზე რო გაძახვალთ და სულ რო რეფრეში უნდა. ანუ მაგაზე რო არ იწვალოთ, და ეგრევე რო გამოგიშდეთ აქ, რასაც თქვენ შესვლით კოდში, რა თქმა უნდა, ეგეც შეიძლება. აქ გვაქვს extension-ები. ბოდიში ეს არ არის, აი ეს არის, ნახეთ, არ ვიცი აქამდე გქონიათ თუ არა შეხება extension-ებთან თემას გამოყენებია თუ არა, მაგრამ იცოდეთ რომ extension-ები არის გარკვეული რაღაცა დამხმარე თულები, რომელიც VS Code-ში შეგვიძლია რომ ჩავიწეროთ და კოდის წერა ძალიან გაგვიმარტივოს. ერთ-ერთი ეგეთი არის live server-ი. ნახეთ, აქ შეხვალთ, ანუ აქ დასერჩავთ live servers. ამას არიჩვეთ პირველი ვეს და ჩაიწერთ. ეხლა მე ჩაწერილი მაქვს, უბრალოდ აქ თქვენთან ეწერება ინსტალს დააწვევით და ჩაიწერს. და როცა ჩაიწერთ, დაბლა მარჯვენა კუთხეში გაგიჩნდებათ აი ეს ღილაკი. Go live, ხო, ან PTA თუ გქონთ, მაშინ ამას მარტივად მოხდებით რა. ესეც ერთ-ერთი extension-ია. აქ თქვენ გაგიჩნდებათ Go live და ამას რო დააწვევით, ნახეთ, ამ page-ს გაალაივებს და ის განსხვავება ექნება, ნახე, უკვე ამას მე გამურთავ. ანუ ეს ხო იქიდან გავხსენეთ ფაილიდან რა. ეს უკვე გავალაივე იმ ღილაკიდან. და ამას კარგი ის აქვს, რომ რამეს რო შევსვლი, ეგრევე შეიცვლება. ნახეთ? მაგალითად რო ავდგე და რაღაც რო დავწერო, აი აქ დავწეროთ მაგალითად კიდე H1 პოსტა რა, მაგალითად რომ მოვიყვანოთ რა, hello რო დავწერო, რომ გადავიდე, ნახეთ, ეგრევე დაიწერა hello, ანუ აღარ დაგჭირდა რომ რაღაც დაგვერეფრეშებინა ეს page რა. ამიტომ ეს გამოიყენ თავიდანვე რომ არ იწვალოთ. თუ რამე ვერ დააყენებთ, მაგაზეც მოიწერეთ მე. ოკეი, hello, დავშალოთ, ეს აღარ გვინა. ეხლა რა შეიძლება image. გვაქვს ორი ატრიბუტი image, ეს არის source, ეს არის alt. source-ში იწერება, ნახეთ, რაღაც ფოტო რო გვაქვს, ეს ფოტო საიდანაც უნდა წამოვიღოთ, ანუ ჩვენით ხო ვერ დავხატავთ საიტზე. ეს ფოტო სადღაც უნდა იყოს და იქიდან უნდა წამოვიღოთ აუცილებლად რა. ხო, ანუ უბრალოდ ჩვენით ვერ დავხატავთ ხო რაღაც ფოტოს. და აი ფოტოს ლინკი, ხო, იწერება source-ში. აი მაგალითად. ვიჯი images დავსერჩოთ. და უბრალოდ რაღაც ფოტო ავიღოთ, ნახეთ? მაგალითად აი ეს ფოტო ავიღოთ. ამის ლინკი გვინდა, ნახეთ? დავაკლიკებ მარჯვენა ღილაკით და copy image address, ნახეთ? აი მას დავაკოპირებ image address, ანუ image-ის მისამართს
და source-ში რო ჩავსვა, ეს ცოტა დიდი მისამართი აქვს, მაგრამ ოკეი, არ შემიძლიოთ. ეს არის ფოტოს ლინკი, რო გადავიდე საიტზე, ეს არა, ეს გამურთოთ. ნახეთ, გაჩნდა ეს ფოტო აქ. რა ფოტოს ლინკიც მე ჩავსვი source-ში. ოკეი. ეს არის მოკლედ source-ი. მეორე ატრიბუტად შეეხება alt ატრიბუტი. Alt-ი ანუ დიდად რო ვთქვა, ნიშნავს alternative. ანუ ალტერნატივა. ეხლა ეგ რა არის, ნახეთ? შეიძლება რაღაცა პრობლემა შეიქმნას რა უცებ საიტზე. რაღაც ეს ფოტო წაიშალოს, ან ინტერნეტი არ მქონდეს კარგი და უცებ ფოტო არ ჩაიტვირთოს. თუ ფოტო არ ჩაიტვირთა, ანუ რა გამოუშვდეს user-ს, ანუ ტექსტური მონაცემის სახით, აი ეგ უნდა ჩავწეროთ იმაში რა ქვია, alt-ში. მაგალითად დავწეროთ background image და alt-ში იწერება რაც აქ არის ამ ფოტოს აღწერა ხოლმე რა. ამ ფოტოს მოკლე აღწერა. ამ შემთხვევაში ეს არის background image და დავწერ background image. აი ეს. ნუ ეხა ჩანს და ის სიტყვიერად არ გამოჩნდება, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ეს ფოტო ჩანს. მაგრამ აი ეხა სპეციალურად რო ლინკი დავწერო არასწორად რა, 100 რო ამოვაკლო ხო, უკვე ხო ის ლინკი არასწორი არის. რო დავასეივო, ნახეთ, ეს ფოტო აღარ ჩანს. ესეთი აიკონი გაჩნდა, თავის HTML-მა თავის გააკეთა და წერია background image. და ამით user-ი ხვდება, რომ რაღაც background image იყო, მაგრამ ნუ არ მიჩანს რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. თუ გამომწერე ფოტოს მოგვინა ლინკი როგორ დავაკოპიროთ. აი ეგ უნდა ამიხსნა, რომ და მაგამდე მივალ. როგორ გავალიდოთ, დავაპატარო სიტყვა ეს ფოტო საიტზე. რო დავაკლიკო და რო გადიდე ეს მაგას იცახი? ანუ ფოტოს რო დავაჭირო და დიდად რა გამომიშდეს. თუ მაგას იცახი, ეგ JavaScript-ით უნდა გავაკეთოთ და მაგას მე ვისწავლით. და თუ იმას იცახი, რომ თავიდანვე ან დიდი ჩანდეს ან პატარა, ეგ უკვე CSS-ით უნდა გავაკეთოთ რა. შეგვიძლია გაიდება თავატაროება რა, ისეთი ძერ ვაკეთოს. ხო, ანუ ეგ CSS-ით უნდა გავაკეთოთ. როგორც თქვით, ანუ CSS-ი აკეთებს ზომას, ფორმას და ეს რაღაცებს. მაგას ვიზავთ უკვე CSS-ით და არა HTML-ით. HTML-ი მარტო იმისაა, რომ ელემენტები საიტზე დავყაროთ რა. და всё. აი მე უკვე რო გავალიდოთ რაღაცები რო ვქნათ, ეგ უკვე არის CSS. ოკეი. ესეთ გავიარეთ რა. ეხლა რაც შეეხება იმ კითხვას, რომ ანუ თუ მინდა რომ ფოტო ჩავიწერო და რატო შეიძლება მინდოდეს ეგ? აი ეს ფოტო ეხლა ვიღაცას უდევს აქ რა. ვიღაცამ ეს ფოტო წაშალოს ჩემ საიტიდანაც წაიშლება. იმიტომ რომ იმის source-ი მიწერია. დავასეივოთ აი ეს. ხო, იმის source-ი მიწერია, იმას წაშალოს წაიშლება ესეც. და უფრო ხშირად ვიყენებთ, ანუ ჩვენ ანუ უმჯობესია რომ ჩვენ ლოკალურად ჩავიწეროთ ეს ფოტო და ისე გამოვიყენოთ. ეხლა ნახეთ როგორ ხდება ეგ. ეს ფოტო შეგვიძლია ავდგეთ და ჩამოვიწეროთ save image as და დავარქვათ bg თქვათ, ანუ დიდად background. ნახეთ? ამას ის გაფართოება რა ქვია? aviv გაფართოება აქვს. ნუ ხშირად არ შეხვდება ხოლმე, მოდი სხვა ფოტო ჩამოვიწეროთ ეს როგორ დაგაბნიოთ უბრალოდ ეს aviv გაფართოებას არ ვიყენებ საერთოდ და რატო ქონა მაგას არ ვიცი. background თქვათ იყოს რაღაცა blue bg თქვათ ეს დავარქვით. ნახეთ png ან jpg ხო png jpg jpeg რო არის და webp არის კიდე webp-იც გავრცელებულია შედარებით რა. კიდე არის cs ისა აღარ მახსოვს, მოგლის მაგას მე ვისწავლით კიდე სხვა გაფართოებას და ეს aviv-იც არის, მაგრამ იშვიათად. ახლა ჩამოვიწერეთ ეს ფოტო ჩვენთან. ეხლა ნახეთ ასე ვაკეთებთ, ძალიან მარტივი რაღაცა არის. ეს ფოტო გვაქვს, ოკეი, უნდა შევქმნათ აქვე index.html-თან, ქვემოთ მოდი folder-ი გავაკეთოთ, ხო, ანუ და დავარქვათ images. აი ესე დავარქვათ ამ folder-ს, ხო? და შემიძლია რომ აქ ჩავაგდო ის ფოტო, ანუ ლოკალურად ჩემ პროექტში ჩავაგდო ეს ფოტო პირდაპირ, ხო, ანუ რა შემიძლია სხვა არც არაფერი. ავდგები აი ეს index.html-ი კი არ ჩავაგდო კაც download-ებში. გადავიდე და ჩავაგდო. აი ეს image. პირდაპირ ჩავაგდე ესე და ეგ არის.
ეხლა ნახეთ რა შემიძლია რომ გავაკეთო რა. ეხლა ხომ მაქვს უკვე ლოკალურად ეს ფოტო. და source-ში უნდა გავუწერო მისამართი ამ ფოტოს. არ ვიცი მისამართები ისწავლეთ თუ არა JavaScript-ში ან ზოგადად JavaScript-ის არ არის ეს თემა კომპიუტერში ესე არის. რომ კომპიუტერში, ну, მოდი რომ არ დაგაბნიოთ HTML-ში, ასე ვთქვათ, და თვითონ VS Code-ში ან ფოლდერებს შორის შემიძლია მოძრაობა. ეხლა index.html-ში ვარ და მინდა მივწვდე ამ ფოტოს. ხო? აი ეს ფოტო რო არის. მაგის მისამართი მინდა რომ გავიგო. ნახეთ ახლა რას ვაკეთებ. ყოველ ცოტა მისამართი, რაღაც მისამართზე უნდა მივიდე. თავიდან წერ წერტილი და დაახლოებით 100. ეხლა მან მიკარნახა, მაგრამ თან ავხსნათ რა. და ნახეთ რა ამოვაგდო. აქ ამოვაგდო ორი ფაილი. images და index.html. ამ მომენტში ხო index.html-ში ვიმყოფები და აქედან მარტო მივდივარ ორ ადგილას რა. ან ისევ index.html-ში, ან image-ში. ეხლა შემოვწავიდეთ image-ში. წავედი image-ში და ეხლა უკვე image-ში ვიმყოფები და image-ში რო ვიმყოფები, image-ში მარტო მაგ, image-ში იმყოფება მარტო ეს ფოტო. ამიტომ წაფს დავაჭერ და აი ამ მისამართი ძალიან მარტივად მივალ ამ ფოტომდე. ხო? ძალიან მარტივია რა ეს შეგვიძლია რომ ფაილებს შორის ვიმოძრავოთ. ხო, არა მარტო HTML, ან არა მარტო აქ, არამედ კომპიუტერშიც ეს ხდება ხოლმე ზოგადად რა. დავასეივოთ და რომ დავარეფრეშოთ, იგივე შედეგი გვაქვს, უბრალოდ ეს ფოტო ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს ჩვენ ლოკალურად რა და არა რაღაც სხვა საიტიდან წამოღებული. ოკეი. კარგით. კითხვები ხო რა გვაქვს რაიმე ამაზე? Bravo HTML. ხო, ну, ძალიან ბევრი რამე იქნება, კიდე ისეთი რა, ის ჩათვალეთ, რომ ჯერ არაფერი არ არის. კი ბატონო, ესე იგი, ეხლა რა გვინდა ჩვენ? ეხლა მინდა რომ ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გასწავლოთ, რაც მინდა რომ კარგად დაიმახსოვროთ და სულ გამოიყენოთ ხოლმე ეს რაღაც. იმიტომ რომ რატოღაც აი ბევრი არა, მაგრამ ну თავიდანვე თუ არ მიეჩვიეთ, მეც აღარ გამოიყენებთ და ძალიან გაგიჭირდებათ ხოლმე რა, ანუ საიტებიც აწყობ. ნახეთ ხარ რა. ეს ელემენტები ხომ აქ რა. და ხედავ ესე. ანუ როცა თქვენ დიდ საიტებს სააწყობთ ხოლმე, იქ შეიძლება რომ რაღაც ელემენტები ისე იდეალურად ვერ იჯდეს, რაღაც უფრო CSS-ში არის ხოლმე ეგეთი რაღაცეები. ასე ხა ჩვენ გამიხილავთ, მაგრამ არის ხოლმე რაღაც საიტზე რაღაც კარგად არის. აი როგორც JavaScript-ში ბაგი რო გაქვთ ხოლმე რა რაღაც. აი ეგრე შეიძლება იყოს საიტზე. და აქედან ძალიან რთულია დანახვა რა, ისეთი რაღაცეების, ხო? და აი სრული კონტროლი რომ მოვიპოვოთ ჩვენ საიტზე და ვიცოდეთ რა ხდება. რას ვაკეთებ? ნახეთ, ვაკლიკებთ მარჯვენა ღილაკს და შევდივართ ინსპექტში. ჩათვალეთ რომ თქვენ რო საიტს აწყობთ, მუდმივად უნდა გქონდეთ ინსპექტი გახსნილი რა. ეს უნდა იყოს თქვენი საუკეთესო მეგობარი. მომდენო 6 კვირა მინიმუმ. და აქ ბევრი რაღაცა არის ინსპექტში და არ დაგაბნიოთ, ჩვენ გვინდა ელემენტსი. ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ. და ნახეთ რა საინტერესო რაღაცა არის. ეს არის დეველოპერებისთვის განკუთვნილი თული, რომელიც ყველა ბრაუზერს აქვს ჩაშენებული და აი წარმოდგენილი არის ზუსტად ის HTML-ის კოდი, რაც ჩვენ დავწერეთ იმ ფაილში. ყველაფერი საერთოდ რა, ერთი-ერთში. აქ რაღაც კომენტარი არის დამატებული. ეს არის ესე იწერება კომენტარი ზოგადად HTML-ში ხოლმე რა, აი ამ სახით. მე კი არ მიწერია კოდში ეს კომენტარი, მაგრამ დამატებით შეხვდებით ისეთ რაღაცეებს ხოლმე აქ, რაც შეიძლება თქვენ HTML-ში არ გეწეროთ. აი მაგალითად script ფაილი. სხვა შორის script ფაილი არის JavaScript-ისთვის და ამას მე ვისწავლით. ჩვენ კოდში ეს არ გვაქვს, ამან არ დაგაბნიოთ. უბრალოდ დამატებით არის ხოლმე ეგეთი რაღაცეები ინსპექტში. ეხლა ჩვენ რა გვაქვს? აი ეს ელემენტები გვაქვს ყველაფერი ინსპექტის რა ქვია HTML-ის კოდში. და რომ მიმაქვს მაუსი მარცხნივ თუ დავაკვირდებით საიტზე, ლურჯდება ეს ელემენტი რა. და აი ესე შემიძლია რომ დავთრეკო ყველა ელემენტი. სად არის, როგორ არის და ასე შემდეგ. თუ დავაკვირდებით ეხლა მაგალითად აი მიტანილი მაგ input-თან, თქვა ამ შემთხვევაში. input-ი გალურჯდა და ზემოთ ამოვაგდო პატარა მარტკუთხედში ესეთი ინფორმაცია. თეგი სახელი, input-ი და გვერდზე უწერია 158.64x20.93. ეს არის სიგრძე სიგანე, ხო? პიქსელებით. ყველა ელემენტს HTML-ში აქვს თავის სიგრძე და სიგანე, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში პიქსელებში რო გადავყავთ,
ამ ელემენტის სიგანე არის ეს და ამას მიჩვენებს. მაგრამ არა მარტო ამას რა. ნახეთ ახლა მე შემილია რომ აი აქედან, აი იქ რაც არის, ამას თუ მივახლოვებ, არა ის არ ახლოვდება, მაგასა. ხო, აი მოდი ეს მივახლოვოთ ცოტა. ამ შემთხვევაში input elements რო დავაჭირო, ნახეთ მარჯვნივ გამოიტანა სტილები. ეს არის CSS ნაწილი, ეხლა, იდეაში მოდი ეხლა იცი რა ვქნათ? უბრალოდ მინდოდა რომ ინსპექტი მეჩვენებინო თქვენთვის რა, როგორ გამოიყურება და ასე შემდეგ. და ის რომ უნდა გამოიყენოთ სულ, მაგრამ სანამ ეხლა მარჯვენა ამ ტაბზე გადავალ, სადაც უკვე CSS წერია და თქვენ ცოტა გაუგებარი იქნება, აქ ცოტა რთულად წერია ზოგადად ინსპექტი ცოტა ბევრი რაღაც წერია ხოლმე, რაც არ არის საჭირო საერთოდ და ამან არ დაგაბნიოთ. მოდი ეხლა ჩვენ ცოტა CSS შევეხოთ. სანამ ამას გავაგრძელებთ რა. ეს ცოტა გვერდზე გადავდოთ და თქვა აი გავსტილოთ მოდი ამ შემთხვევაში heading 1. აი მოდი ეს სათაური გავსტილოთ. მინდა რომ ეს სათაური გავსტილო, რაღაც მივცე ფერი მოდი ჯერ ფერი მივცეთ, ვთქვათ. როგორ აკეთე ხა მაგას? ეხა ისე ვისწავლით HTML-შივე, text-შივე ჩავუწერთ ხოლმე სტილებს რა. აი ეხა ამ ლექციაზე ეგრე ვიზავთ. მაგრამ მე ვისწავლით როგორ გავიტანოთ ცალკე სტილები. ანუ ცალკე როგორ წეროთ CSS-ი, ხო? ამას ეხა ვისწავლით შემდეგ სემინარზე ვისწავლით იდეაში ამას. მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ ეს ერთ-ერთი გზა არის ვიმეორებ, მაგრამ რეალობაში არ იყენებენ ხოლმე, იმიტომ რომ HTML-შივე რო წერ CSS, მე ცოტა კოდი უფრო დიდდება და არაორგანიზებულია. მაგრამ ეხლა ეგრე ვიზავთ. ნახეთ ძალიან მარტივი არის, ანუ ატრიბუტად ვაკეთებთ ამ შემთხვევაში სტაილი და ბრჭყალები. ხო. თუ დააკვირდებით, ბრჭყალები არის თეთრი. სხვა შემთხვევაში ბრჭყალები არის ყავისფერი რა. რატო ეხა ეგრე? ამან მივხვდა რომ ახლა წინ სტაილი დაუწერე, აი იქ უკვე უნდა დავწერო CSS-ი. აი იქ იწერება ჩემი CSS-ის კოდი და აქედან უკვე ვეზიარებით პირველად CSS. CSS-ში გვაქვს ძალიან ბევრი სტილი. ანუ ძალიან ბევრი რაღაცის მიხედვით შეგვიძლია რომ გავსტილოთ ელემენტები. აი ფორმა, ფერი, ზომა, რაღაც rotate-ი, ანუ ძალიან ბევრი რამე, აი ძალიან რა. მაგრამ არ მინდა რომ მაგანაც შეგაშინოთ. ანუ ძალიან ბევრი რამეს არ გამოიყენებთ, არც მე არ ვიცი. ძირითადად რაღაც კონკრეტულ სტილებს გამოიყენებთ ხოლმე უფრო ხშირად და ძალიან მარტივად დაგამახსოვრდებათ, იმიტომ რომ სახელებიც ძალიან ლოგიკური აქვს. აი მაგალითად, მინდა რომ heading 1-ს მივცე ფერი. ეს ხდება ძალიან მარტივად, ეგ ნახეთ, color 2 წერტილი ready. ეხლა ნახეთ, ეს ჩანაწერი შეიძლება გეცნობათ. ძალიან გავს ობიექტს რა, ანუ ფიგურული ჭხლები რაღაცები არა, მაგრამ აი color 2 წერტილი ready, ანუ რეალურად ეგეც არის, ანუ ობიექტის სტრუქტურით წერება ხოლმე CSS-ი. ხო? property მაქვს color-ი და ამისი value არის ready, ანუ ვეუბნები რომ ფერი იყოს წითელი. და ეს სტრუქტურა არის მოკლედ ობიექტის რა და თქვენც უკვე ნაცნობი არის და ამიტომ საერთოდ არ გაგიჭირდებათ რა. დავასეივებ და ნახეთ რა მოხდება, გადავალ თუ არა heading 1 გახდება წითელი. ხო? ეხლა ნახეთ პარალელურად რატომ მინდოდა რომ მეჩვენებინა inspect ელემენტი თქვენთვის. მარჯვნივ რო გადმოხვიდეთ, ანუ როცა ელემენტს დააკლიკებთ ამ შემთხვევაში H-ს დააკლიკებთ, მარჯვნივ გაიხსნება CSS-ის ფანჯარა ცალკე, სადაც ეწერება ის სტილები, რაც ამ ელემენტს აქვს მინიჭებული. პირველ რიგში, აი სტილები, რასაც აქ ხედავთ, display-ა, font size რაღაცეები, ეს ჩვენ არ დაგვიწერია საერთოდ, ხო? მაგრამ მე თავიდან გითხარით, რომ HTML-ს აქვს ეგეთი ფუნქცია, რომ რაღაც მინიმალურ სტილებს ანიჭებს ხოლმე ელემენტებს. მაგალითად, აი font size-ი არის ფონტის სიდიდე და არის 2M რა არის, ამას მე ვისწავლით, ამას არ დაგაბნიოთ. ეხლა ამის დიდად ყურადღება არ მიაქცევთ, უბრალოდ ეს არის ის default სტილები, რაც თავიდანვე მოყვა ამ ელემენტს. აი ზემოთ რასაც შეეხება, აი ეს აი ეს უკვე არის ჩემს მიერ გაწერილი სტილი, რაც მე გავუწერე რა. და აქედან გამომდინარე, რომ ძალიან გამოგადგებათ inspect ელემენტი, იმიტომ რომ თქვენს ყველა ასე ვთქვათ, რასაც თქვენ კოდში დაწერთ, აქ ნახავთ. შეიძლება რაღაც პრობლემა შეექმნათ ხოლმე, რაღაც ელემენტს სტილი გავუწეროთ და არ მუშაობდეს. ეგრე დროს, ეგრევე მოდიხართ აქ და ნახულობთ, ხომდელდღიურად უწერია. შეიძლება არ ეწეროს, შეიძლება ეწეროს, მაგრამ სხვა სტილი ეწერებოდეს თავზე და მაგასაც მე ვისწავლით, რა შემთხვევაში ხდება ხოლმე ეგ. მაგრამ ეგ დაიმახსოვრეთ, რომ ანუ ისა რა ქვია, ეს ძალიან აუცილებელი დამხმარე ხელსაწყო იქნება თქვენთვის ამიერიდან. ოკეი.
ეხლა მინდა რომ მივცე მაგალითად სიდიდე რა. სიდიდე არის font size-ი. ხო, გამოყოფა ხდება სტილების წერტილმძიმით. ნახეთ აი ეს. წერთ font-size, ორ წერტილი ისევ და ნახეთ მაგალითად მივცეთ 20 პიქსელი. წეგან თუ დააკვირდით იქ font size 20 ემიეწერა, ის არის სხვა საზომი ერთეული, ასე მე ვისწავლით. მაგრამ ძირითადად დიფაულტად თავიდან სწავლობენ ხოლმე არის პიქსელები რა. პიქსელი არის ყველაზე გავრცელებული საზომი ერთეული. font size 20 პიქსელი გვაქვს და იდეაში დაპატარავდა, იმიტომ რომ რეალურად უფრო დიდი იყო ეს ელემენტი რა. არა ეხლა რომ გავზარდო, აი ძალიან დიდი მინდა იყოს. 100 პიქსელი რო დავუწერო თქვა რა, 100 პიქსელი. ნახეთ ახლა გახდა. ბევრად დიდი გახდა. ოკეი. ესე კიდევ რა, ბევრი რამ შეგვიძლია რომ დავუწეროთ, მაგალითად დავუწეროთ background color-ი, ანუ უკანა ფონზე ამ ტექსტს რაფერი მინდა რომ ქონდეს. მაგალითად ქონდეს რაღაც aquamarine თქვათ. ეს არის ფერის სახელი უბრალოდ რა. აქ კარ ნახობთ, ნახე, აი რომ დაწერთ ამას, ფერებს კარ ნახობთ აი იქ. აი ეს. ამაში არა გერიოთ, ეს არის ფონტის ფერი, ეს არის უკანა ფონის ფერი. აქ აი ყოველში და ნახეთ უკანა ფონზე ამ ელემენტს გასდევს ამ ფერის ისე რა ქვია, background. ოკეი. კი ბატონო, ესეც გავიარეთ. ეხლა კიდევ რა გვინდა ჩვენ? ეხლა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის აი CSS-ში, როცა გადმოხვალთ სულ ქვემოთ და გვხვდებათ აი ესეთი რაღაც. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, როცა HTML-ზე ვსაუბრობთ, ყველა ელემენტს გააჩნია ეს რაღაც და ახლა ნახეთ რა. როგორც ხედავთ, რაღაცა შრეები არის აქ რა. 1 2 3 4 რაღაცა შრემა აქვს. მოდით დავიწყოთ ყველაზე შიდა ნაწილიდან. ყველაზე შიდა ნაწილი არის, აი რომ მივიტანე კიდევაც გალურჯდა რა ეს ელემენტი, იმიტომ რომ ამ ელემენტზე ვარ ეხლა დამდგარი და მაგ ელემენტის ის არის რა ქვია, შრეები არის. ყველა ელემენტს აქვს ეს საერთოდ, მარტო ამას არა. ყველაზე შიდა ნაწილი რომ მივიტანე როგორც გალურჯდა, ეს არის კონკრეტულად ეს ელემენტი. აი კონკრეტულად ამ h1-ის ელემენტის სიგანე და სიმაღლე. რომელიც არის სიგანე არის 671, სიმაღლე არის 115 პიქსელებში. ოკეი. შემდეგი შრე, ხო ეს იდეაში მარტო მისახვედრი არის რა. ფედინგი ცოტა ხანი გამოვტოვოთ. ამას გადავახდეთ და ამას ცოტა მე ახსნი. შემდეგი შრე არის ბორდერი. ანუ ამ ელემენტის საზღვარი. რომ იმაქ ეხა, ნუ ამ შემთხვევაში ბორდერი როგორც ასეთი არ მაქვს შემოტანილი, მაგრამ მოდი გავუკეთოთ ამ ელემენტს ბორდერი ბაი, რომ დავინახოთ, ნახეთ. border. ნახეთ ეხლა რაღაც დავწერმი და თან ახსნი ეგ რაღაც რა არის. რაღაც იყოს red ისევ და solid. ეხლა ამას ახსნი სამი რაღაც თათო დავწერე აქ. უბრალოდ მე შევამოწმო. ნახეთ, ბორდერი გავუშვდა. ოღონდ ცოტათი ჩანს, იმიტომ რომ 1 პიქსელიანი მაქვს, მოდი 5 პიქსელზე გავუშვი. ეხლა ნახეთ ძალიან გამოჩნდა. ეხლა ნახეთ რა ხდება. გვაქვს გარკვეული ისეთი CSS-ში ისეთი პროპერტები, ამ შემთხვევაში ბორდერი, რომელსაც ერთი value კი არ ეწერება, 3 ეწერება. შეიძლება რაღაც ისეთი პროპერტები გქონდეს, რომ 2 და 3 values გავუწეროთ რა. ამ შემთხვევაში ეს არის 3 ის კრიტერიუმი, ითაც ბორდერს ქმნი. პირველი, ეს არის ბორდერის სისქე, რა სისქე მინდა რომ იყოს ბორდერი. მეორე ფერი, რა ფერის მინდა რომ იყოს ბორდერი და მესამე რა ტიპის მინდა რომ იყოს ბორდერი. solid ამ შემთხვევაში არის რომ შევსებული მინდა იყოს რა ის მთლიანად. ნახეთ, მე შემიძლია რომ გავაკეთო dashed. dashed უკვე არის წყვეტილი ბორდერი, ნახეთ? ხო? ნუ უფრო ხშირად solid ვიყენებთ ხოლმე UI-ში უფრო ეგრე ჯობია ხოლმე რა. და ისე უკეთეთ მოკლედ ამ ელემენტს ბორდერს. ეხლა ნახეთ. გაჩნდა ბორდერი. წეგან რომ მივიტანე ბორდერზე, არაფერი არ იყო, იმიტომ რომ არ ქონდა ელემენტს ბორდერი. შეიძლება რომ ანუ ელემენტს საერთოდ არ ქონდეს ბორდერი, მაგრამ თუ აქვს, ნახეთ ეხლა დაიწერა აქ 5 5 5 5. ყველა მხრიდან გაუჩნდა 5 პიქსელიანი ბორდერი. ხო, ეს არის მოკლედ მესამე შრე ელემენტი, ეს არის ელემენტის მესამე შრე, რაც არის ბორდერი. და ბოლო მეოთხე შრე არის ამ ელემენტის ბორდერიდან
ამას მიგცეთ კარგად ყურადღება. ბორდერიდან დაშორება სხვადასხვა ელემენტამდე. რეალურად სხვადასხვა ელემენტში იგულისხმება ამ ელემენტთან ყველაზე ახლოს მდგარი ელემენტი. თუ არაფერი, მაგალითად heading ერთს ზემოთან მხრიდან არაფერი ელემენტი აღარ უდგას რა, იმიტომ რომ ყველაზე ზედა ელემენტია. მაგ შემთხვევაში საიტის კიდიდან დაშორება არის რა, merge-ი. და 4-ე მხარე შეგვიძლია რომ ელემენტს merge-ი გავუწეროთ. ამ შემთხვევაში ზემოდან და ქვემოდან ელემენტს აქვს 67 merge-ი. გვერდებზე არ აქვს საერთოდ რა. ეს merge-ი რა თქმა უნდა მე შემიძლია რომ ჩემით გავუწერო, ნახეთ. აი აქ ქვას ბორდერის მერე შემიძლია რომ დავწერო merge-ი და შემიძლია დავაკონკრეტო საიდან დაშორება მინდა merge-ი ტოპი. merge-ი ტოპი არის ზემოდან რამდენით მინდა რომ დაშორდეს, ხო? მაგალითად ზემოდან მინდა იყოს დაშორებული 0 პიქსელით, ანუ ეგ ნიშნავს რომ სულ ზემოთ იყოს, ანუ საერთოდ არ იყოს დაშორებული, ხო? 0 ეგ არის. რომ დავასწევდე რომ გადავიდე, ნახეთ, სულ ზემოთ ავიდა. და ზედა merge-ი საერთოდ აღარ აქვს. უკიდურეს ზედა მხარეს არის ასული. შემიძლია რომ პირიქით გავზარდო რა და დავუწერო 100 პიქსელი. უკვე 100 პიქსელით ჩამოვიდა ქვემოთ და ესე თქვა რაღაც 500 პიქსელი შემიძლია დავუწერო და ძალიან ქვემოთ ჩავიდა და სხვა ელემენტები ჩაიყოლა რა. იმიტომ რომ ისევე როგორც ამ ელემენტს, აი ეს ელემენტიც ხო, ამ ელემენტს თუ უწერია merge-ი ტოპი და რომ ნახოთ ახლა ეს ამ შემთხვევაში divი არის, ხო? ეს ელემენტიც ამ ელემენტის მიმართ მოძრაობს რა და თუ ეს ელემენტი ქვემოთ ჩამოვიდა, ესენიც ჩამოყვება ჩვეულებრივად. ხო? იმიტომ რომ ერთმანეთს ემორჩილებიან, უხეშად რო თქვათ, ანუ და ერთმანეთის მიმართ არიან დაშორებულები. ანალოგიურად შემიძლია რომ დავუწერო merge bottom-ი, მაგალითად merge-bottom-ი. და იყოს 500 პიქსელი ეგეც. და ნახეთ, რამხელა დაშორება გააკეთა ყველა ელემენტის მიმართულებით. იმიტომ რომ ეგეც merge bottom-იც გავუწერე და აქაც გამოჩნდა, ნახეთ, აი ეს. და ასევე გვაქვს merge left-ი, რომელიც არის მარცხენა დაშორება. 20 პიქსელი თქვათ და ოდნავ მარცხნივად ჩამოიწია, ნახეთ, რომ მივიტანო და ამას მიგცეთ ყურადღება, რომ merge-ი არის ხოლმე სტაფილოსფერი ფერით გამოსახული ყოველთვის რა. და მაგას რა დაინახოთ, უნდა მივხვდეთ რომ არის merge-ი. სიგრძე და სიგანე არის გამოსახული ლურჯად, padding-ი რაც ეხლა გიხსნით რა არის, ეს არის მწვანეთ, ბორდერიც იდეაში merge-ის თანაც არის გამოსახული იგივე ფერით რა. ოდნავ ფერფთალია გონი. ხო. კარგით, ეხლა რაც ვლაპარაკე ამაზე, რამე კითხვა ხო არ გაქვთ, შენ მოდი ეგ დავალუსტოთ. თუ რამე იყო გავგებარი, თავიდან ახსნი პრობლემა არა. ოკეი. ცალსი რომ მაშინ ყველაფერი გასაგები იყო. კარგით, ეხლა მოდი padding-ზე ვისაუბროთ. რა არის padding-ი? padding-ის გაგება უჭირს ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ დამჯერე ძალიან მარტივი რამეა. padding-ი ეძახიან ხოლმე იგივე merge-ის აი სუბთა სიგანე და სიმაღლე რაც აქვს ამ ელემენტის მაქედან ბორდერამდე. ნახეთ? ეს არის სუბთა ელემენტის სიგანე და სიმაღლე და გარშემო აკვრია ბორდერი. და ამათ შორის დაშორება თუ გინდა რომ შიდა დაშორება, ანუ შიდა merge-ი გავაკეთოთ, ანუ შიდა merge-ი ესე მოიხსენიებენ ხოლმე რა. მათ არის სუბთა ამ ელემენტის ბორდერიდან დაშორება. ეგ არის padding-ი და შემიძლია რომ გავუწერო padding-ი გავუწეროთ მაგალითად, აი, თქვა padding left-ი. ეს იგივე პრინციპით იწერება მარცხენა, მარჯვენა, ზემო და ქვედა. padding left-ი ამ შემთხვევაში მარცხნიდან რო გავაკეთოთ padding-ი და დავუწეროთ 10 პიქსელი. მოდი ცოტა შესამჩნევი იყოს და 100 დავუწეროთ თქვა რა. ნახეთ? როგორც ხედავთ, რომ ორი წამით ეს კაი მოდი იმეჯინებს წავუშვი რომ ძალიან არის მას თქვა რა ქვია დავაკომენტარებ, ხო, რო დაკომენტარებთ ისე და ისე იქნება კონტროლი და დახრილი ხაზი. და CSS-ში ეს გამოიყურება კომენტარი, ანუ დახრილი ხაზი ფიფქი და აქაც ფიფქი და მე დახრილი ხაზი, ანუ ესე კომენტარდება CSS-ში კოდი. ნახეთ რა მოხდა? ამან გააკეთა დაშორება, ანუ შიდა merge-ი
ამ სუბთა ამ ელემენტიდან, რაც არის ბორდერამდე, მარცხენა მხარეს. შემიძლია დავუწერო ზედა მხარესაც. padding ირე ტოპი და დავუწეროთ 20 პიქსელი თქვათ. ნახეთ, ეხა ზედა მხრიდან ცოტა ჩამოწია ბორდერიდან ეს სუბთა ეს ელემენტი რაც არის. და მოკლედ ანუ მაგიტო აი შიდა მერჯინად მოიაზრებენ ხოლმე padding-ს რა. ცოტა თული ახსახმელია ხოლმე, მაგრამ ანუ დაგეხმარებათ თუ გადავსდით ბორდერის გარეთ გავა, ბორდერის გარეთ ვერ გავა. აი ეგ ვერ მოხდება, ანუ რათა უნდა დავუწეროთ, ესე ბორდერის გარეთ ვერ გავიტანთ რა. მაგას მე ვნახოთ მაგალითებს. ანუ აი padding-ის არ შეიძლება რომ გამოვიყენოთ. აი ხა თუ შეხვდება კაი მაგალითი. აი ნახეთ, დააკვირდით, აი ხა შეიძლება ცოტა რთული ახსახმელი იყოს, ამ ჩვენით არ გავაკეთებთ ამას, მაგრამ აი ავქვათ რომ სუბთა ეს ელემენტი არის, აი ეს თქვათ რა. და ეს არის გარეთ ბორდერი. აი ესაც არის. ოღონდ ამით ლეპტოპი არ დამიჯდეს. თორე გავიჩიშებით, შევაერთებთ. ამით მოვიდა ამას. ოკეი. და padding-ი არის ჩათვალით აი ეს დაშორება რა, აი ეს დაშორება ნახეთ. ნუ ეხა ვერ გაიგებთ ამას უფრო კარგად იდეაში სემინარზე ახსნი padding-ს რა. მაგრამ ზოგადი წარმოდგენით რა შეგექმნათ არის ეს. მაგიტო ეხა მინდა მაგას ყოველდღე საუბარი. ოკეი. ეს არის მოკლედ ის 4 შრე, რაც ქმნის მთლიან ელემენტს. და ყველა ელემენტს გააჩნია ეს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იცოდეთ, როცა HTML-ი იცით, ეს უნდა იცოდეთ რა, იმიტომ რომ ეს არის ელემენტის აგებულება რეალურად. და ამით ყველა ელემენტი ამით არსებობს, აი როგორც დედამიწა არის შრეებისგან შემდგარი, ისე არის ელემენტი ამ შრეებისგან შემდგარი და ეს აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ. ოკეი, კითხვები თუ გაქვთ ხა ამაზე რაიმე გამოვით. ოკეი, კითხვები არ გვაქვს. მაშინ ერთ დეტალს შემოვიდა და ნახეთ რა არის. როგორც ხედავთ, აი padding-ის და merging-ის შემთხვევაში იყო, რომ აი ცალ-ცალკე უზეთ padding left-ი, padding top-ი და შემდეგ. აი თქვა მინდა რომ 4-ვე მხარეს ერთ და იგივე padding-ი მივცე. 4-ჯერ უნდა დავუწერო, ანუ padding left-ი, padding top-ი, right-ი და ისა. არა. შემიძლია რომ უბრალოდ დავუწერო padding-ი, მარტო padding-ი 2 წერტილი და თქვა 20 პიქსელი. ეს უკვე იგულისხმება, რომ 4-ვე მხრიდან padding-ი მიეცემა 20 პიქსელი. ზუსტად იგივე არის merging-ზეც. პირდაპირ დავწერო თქვა merging-ი. კაი, აქ დავწერე. რა დავწერო პირდაპირ merging-ი 20 პიქსელი, ყველა მხრიდან merging-ი მიეცემა 20 პიქსელი. ხო? ეგეთ რამეც შეიძლება რომ ვაკეთოს. ასევე კიდევ ეს რამეც შეიძლება დაჟე. თუ მინდა ზემოდან და ქვემოდან იყოს თქვა 20 პიქსელი და მარცხნიდან და მარჯვნიდან 10 პიქსელი. ნახეთ, ავწერე 20 პიქსელი და 10 პიქსელი. როცა უკვე ორ მნიშვნელობას გადაცემ merging-ს, ავტომატურად ხდება, რომ პირველი მნიშვნელობა არის ზემოდან და ქვემოდან აღნიშნული merging-ები და მეორე არის მარცხნიდან და მარჯვნიდან ანუ აღნიშნული, ესე რომ ვთქვათ რა. და რო გადავიდეთ, აი მართლაც ეგრე გამოვიდა, ანუ 20 ზემოდან და ქვემოდან, 10-ები აქედან და იქიდან, ანუ მარცხნიდან და მარჯვნიდან. ხო. space-ით გამოიყოფა, ეგ ხო, კი ბატონო, ანუ ეს აუცილებლად space-ებით უნდა, როცა ამდენიმე მნიშვნელობას ვაწვდით რაღაცა property CSS-ში, უნდა გამოვყოთ აუცილებლად space-ებით. ოკეი, კიდევ რა მინდოდა, ეხლა ხო, თუ რამე კითხვები გქონთ, თან შეგიძლიათ რომ ჩატში დაწეროთ, ან პირდაპირ მითხრათ. ნუ გითხოთ. ხო, პრინციპში გონი მეტი ისეთი აფერი, რაც შეიძლება რომ გამომჩენოდა. ნუ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამე არის, კიდევ რასაც ჩვენ ვისაუბრეთ, უბრალოდ აი საწყისად რაც მინდოდა რა გცნობდათ, არის ეგ პოზიციების ნაწილიც გავიარეთ. ბორდერიც გავიარეთ, ფოტოს ახსენით, ხო. ეგ არის იდეაში რა. ხო, ერთ ამის გასწავლით კიდევ რაც დავალების გაკეთებაში გამოგადგებათ. თუ გინდათ რაღაც ელემენტი გაცენტროთ, მოდი ეს ჩამოვქნათ.
ესენი დავაკომენტაროთ და ცოტა რომ წავითამაშოთ რაღაცაზე რა. შევქმნათ ესენი დავაკომენტარა, ეხლა რომ გადავიდი, რა თქმა უნდა, ამისა ფრითიერი მიირორებს. არა, ოკეი, ისე რომ დამექნა. აი, მოდი თლიანად დავაკომენტაროთ. რაც ბადიში მიწერია, იმას დავაკომენტარებ ესე უბრალოდ რა. არ დაგაბნიოთ ამან. და ეს ავკეცოთ. რომ დავასეივო, ეხლა ეს აქ რა თქმა უნდა ყველაფერი გაქრება, იმიტომ რომ დავაკომენტარე. დავწეროთ ეხლა ესეთი რაღაც. დივი შევქმნათ. ხო, თავარი რამე თქვი იდეაში, ანუ სიგიზრასიგანი როგორ დამივცეთ და ეხლა მაგას ვიზავთ. დივი შევქმნათ, ეს არის კონტეინერი რა. შემიძლია რომ დივში არც არაფერი არ ჩავწერო, საერთოდ. უბრალოდ მივცე სტილები. ნახეთ, იგივე არის styles. Style. ეხლა ნახეთ რა არის ყველაზე ფუნდამენტური იდეაში გამორჩა. სიგრძე და სიგანე როგორ მივცე ელემენტს. ძალიან მარტივია ეგეთ. წერთ width 100 პიქსელი, ну სიგანე 100 პიქსელი და height 100 პიქსელი. ესე, უბრალოდ მოდი სანამ მას დავწერ, მოდი უბრალოდ დივი დავტოვოთ და რაღაც მინდა რომ განახოთ. თქვა გვაქვს სარიელი დივი, საერთოდ არა აქვს სტილები. რო დავარიფრეშ, რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოჩნდება, ხო, იმიტომ რომ რაღაც სარიელი დივი მაქვს. რო შევიდე აქ, თუ დააკვირდებით, ავტომატურად ამ დივის სიგანე არის 671.150. საიდან მოვიდა ხა ეს რიცხვი საერთოდ? ეს რიცხვი მოვიდა იქიდან, რომ ჩემ ეკრანში ხა რაც რამხელადაც არის ეს საიტი ეტევა 671.150 პიქსელი ზუსტად. და ავტომატურად დივი და არა მარტო დივი, ძალიან ბევრი ელემენტი იღებს იმ სიგანეს, რა სიგანითაც არის საიტი. და სიმაღლე არ აქვს საერთოდ, ანუ 0 არის. მაგიტო საერთოდ რომ იმაკ არაფერი ჩანს, უბრალოდ ეს რაღაც tooltip-ი ჩანს აქ, რა თვითონ ელემენტი არ ჩანს საერთოდ რა. რა თქმა უნდა, მე შემიძლია რომ ჩემით განუსაზღვრო ეს სიმაღლე და სიგანე. სტაილი width 100 პიქსელი, ამ იდეაში დავაბრუნებ, წეღან დავწერე უბრალოდ, აი ეს ხო? რო გადავიდე, ნახეთ ახლა რომ მივედი ამ დივთან, galugჯდა რა უკვე, იმიტომ რომ ანუ სიმაღლეც მიეცა. როცა სიმაღლე 0 ქონა, ნუ არ ჩანდა საერთოდ. ეხაც არ ჩანს, მაგრამ უბრალოდ ანუ მაუსი რომ იმაკ ამ ელემენტის აქედან მაგთუაში ჩანს. ოკეი. ეს არის მოკლედ როგორ დამივცეთ სიმაღლე და სიგანე ელემენტს. ახლა მაგალითად ფერი მივცეთ, background color-ი, რო გამოჩნდეს. და რაღაც კონტეინერის იმიტაცია გავაკეთოთ. background color-ი იყოს brown-ი ვთქვათ, ისე. გადავედი და ნახე რაღაც კონტეინერი მაქვს, დამშვენიერი. ოკეი. და ერთი რამე მინდოდა რომ მინახებინა უბრალოდ. დავალებაში დაგჭირდებათ რომ გააკეთოთ ეგ რა. როგორ უნდა გავცენტროთ კონტეინერი, ან ნებისმიერი ელემენტი. რომ აი უშუალოდ საიტის ცენტრში დაждდეს ყოველთვის. აქ უნდა დავწეროთ merging და auto, ხო? აქამდე ხო პიქსელებს ვაწვდიდი მე. შემიძლია რომ merging auto გავუწერო და auto აკეთებს იმას, რომ ცენტრში სვავს ელემენტს. ნახეთ, ცენტრში დასვა ელემენტი და მე რაც უნდა გავადიდო ეს საიტი აქედან რომ გავადიდო და დავაპატარაო, მაინც ცენტრში დარჩება. custom ფერის მიცემა თუ გვინდა, ხო, თუ გვინდა რომ custom ფერი მივცეთ, კაი კითხვა უნდა ამეხსნა. ზოგადად კიდევ ფერის სახელების გარდა არსებობს ორი ძირითადი მეთოდი, რომ ფერი მივცეთ. ერთი არის RGB, RGB ტიპიზაცია ფერების და მეორე არის hex კოდებით. RGB შეიძლება იცით უფრო ხშირად ახსენებენ ხოლმე. RGB არის red, green და blue რა. RGB color palette და ყველა ფერი შეგვიძლია მივიღოთ ამ სამი ფერის კომბინაციით რა. აი ამ საიზზე რო გადავიდე მაგალითად, აი ნახეთ, ნებისმიერი ფერი შემიძლია რომ ავირჩიო, აი ყველა ფერია საერთოდ აქ. ნუ ცოტა ესეთი color picker-ია ეს უკეთესების არსებობს იდეაში. აქ შეგვიძლია დავარენდომოთ და ყველა ფერს ძალიან ბევრი ფერი არსებობს. აქ თავისი hex კოდი. აი hex კოდი არის აი ეს რა, 6 სიმბოლოიანი რაღაც. და წინ უწერია ყოველთვის ჰეშტეგი. და უბრალოდ ფერების კოდებია ეს რა და ანუ ყველა ფერი ამ კოდებით გამოისახება რა. ნებისმიერი რა ფერიც არ უნდა ავიღოთ. და მაგალითად აი background color დავუწეროთ ეს კოდი
რაღაც აი ფერს მივიღებ თქვათ რა და როგორც ხედავთ ესეთი არის უამრავი. მაგრამ იგივე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ RGB საშუალებითაც. ხო? ანუ RGB საკ ნახეთ, მოდი RGB რო დავაჭირი აქედან დაკოპირდა უკვე და რო გადავიდე აქ და რო ჩავსვა. არა ისე არა, ორი წამით RGB აი ეს. ეს ნახეთ რა არის red, green და blue და აქ არის სამი რიცხვი. ეს რიცხვები გამოსახავს რა ინტენსივობით უნდა შეერიოს ეს სამი ფერი ერთმანეთს, აი რეალური მაგალითი რო ავიღოთ, აი რეალურად, აი ამ ფერს მივიღებთ როგორ? ეხლა რა ფერიც მაქვს? თქვათ, აი უხეშად რო თქვათ ორი ვედრო წითელი საღებავი რო შეურიო 90 ვედრო მწვანე საღებავს და 72 ვედრო ლურჯ საღებავს. ეს რო შეურიოთ, მივიღებთ ამ ფერს. რო ვთქვათ უხეშად. და ესე ამ სახითაც შემილია რომ გამოსახო ფერები HTML-ში. აქ კიდე სხვა ორი ტიპია, მაგრამ ამ შემთხვევაში ანუ არ ვიყენებთ ხოლმე HSL-ი და ეს რაღაც ამას არ ვიყენებთ, ამიტომ ეს დაიგიდეთ. და იგივე ფერი მივიღე რა, იდეაში ვიყოთ RGB ტიპით. მაგუწეს რომ დავაწეროთ და ხელით რომ ავირჩიოთ, შეიძლება დავაჭირო და ხელით რომ ავირჩიოთ? ანუ ამას სახი აქედან ესე რომ ავირჩიო. აქედან რა მონიშნა თუ მაგას სახი. VS Code-დან ხელით, ანუ VS Code-დან ეს ოთხკუთხედი აი ეს არის. აქ არ ჩანს ეგ ანუ ვიზუალურად. ეს უბრალოდ კოდი არის. ვიზუალურად ჩანს საიძე მარტო. ანუ VS Code-ში მაგას ვერ ვიზავთ რა. ამაზე იძახი? ვსო. ხო, ნახეთ კი ბატონო, ეს უნდა მეთქვა. ეს არის ანუ VS Code-ს აქ ეგეთი კარგი რაღაც, რომ აქ შეგვიძლია რომ მივიტანოთ მაუსი და აქვე გაგვიხსნის color palette რა, ანუ ამ ფერების იმას რა ქვია, კატალოგს ესე რომ ვთქვათ და აქედან შეგვიძლია რომ ფერი შევცვალოთ, ნახეთ, ნებისმიერად. აი ესე შეგვიძლია დავაჭეროთ და ნებისმიერი ფერი ავირჩიოთ, აი ეს. და აქაც იცვლება, ნახეთ, აი სხვა ფერი ავირჩიო, აქაც შეიცვლება. ეს ძალიან მარტივად შეიძლება რომ გავაკეთოთ. და ის არის რა ქვია, ძალიან მოსახერხებელი რაღაც არის ეს. ხო, ეგეც თქვით, Merging Auto-ს თქვით. როგორ, ანუ იდეაში კი ვთქვი, რომ დავალებაში გამოგაზრდებით თქო, მაგრამ სემინარამდე არა, დავალებას მაინც არ მოგცემთ, იმიტომ რომ იქ მერე კიდე ფიგმას უნდა გჭირდებათ და მაგას მე აგიხსნით რა არის. ამიტომ სემინარამდე დავალება არ გექნებათ რა, ანუ უბრალოდ ეს ყველაფერი კარგად უნდა ისწავლოთ, ეხლა რაც ახსენეთ. კარგი, მოდი, ეხლა რაც ვლაპარაკე, რამე კითხვები ხო არ გაქვთ ამაზე? ოკეი, ანუ ყველაფერი გასაგები იყო, რაც ეხლა ახსენი. მოკლედ, ეხლა რა ხდება? ეხლა რაც ვიზავთ ჩვენ რა. მედიაში მგონი არაფერი სხვა არ მიდოთ ამ ლექციაზე. რა თქმა უნდა, ყველაფერს მე აგიტვირთავთ, ამ კოდსაც აგიტვირთავთ, რადგან მითხარით და გადახედეთ. კარგად დაამუშავოთ, რაც ეხლა ჩვენ გამიხილეთ, ეს ელემენტარული HTML-ის თეგების წერა რო შეგელოთ. თქვენ შეგიძლიათ რაღაცები იდეაში ითამაშოთ, რაღაც ვიზუალები აწყოთ. და შემდეგ სემინარზე უკვე ჩვენ ვიზავთ იმას, რომ ან პროექტს ავაწყობთ რამე ძალიან მარტივს, ან უფრო ღრმად შევალთ CSS-ში. ეხლა რაც CSS-დან უფრო ცოტა რაღაცები განვიხილეთ და ან უფრო მეტ დაუთმობთ, ასე ვთქვათ, CSS რა. ანუ მოვიფიქრებ როგორ ჯობია. მაგრამ ეხლა თქვენი დავალება იქნება ის, რომ ესენი კარგად ისწავლოთ, რაც ეხლა ჩვენ განვიხილეთ. ასევე ამის გარდა აგიტვირთავთ დამატებით მასალებს და რა თქმა უნდა აუცილებელია რომ გადახედოთ სხვა HTML-ის თეგებსაც და ნახოთ რას აკეთებს. ანუ ჩვენ ფიზიკურად ყველა თეგს აქ ვერ ახსნით 6 კვირაშიც რა ვთქვათ. მაგრამ მინდა რომ იმ მასალას რაც მე დაგილინკავთ, იქ იქნება ყველა თეგი ახსნილი და მაგას გადახედოთ. ასევე რადგან საიტების აწყობაზე გადავედით და ბრაუზერს ვეხებით და რაღაც ინტერნეტის ისტორია როგორ დაიწყო, ბრაუზერები როგორ შეიქმნა, უბრალოდ მინდა რომ თეორიულად მაგას გადახედოთ რა. ძალიან კარგი იქნება თუ მაგას ისწავლით. მაგრამ ხო, რაც თავარი არის, მოკლედ ამას შევუჯექით და HTML-ის თეგები, რასაც მე დაგილინკავთ, ეგენი კარგად ნახეთ რა თეგები არსებობს, რას აკეთებს და ასე შემდეგ. ოკეი.
კარგით მეგობრებო, თუ კითხვები არ გაქვთ, მაშინ შეგვიძლია რომ მოვჩეთ. კაიდი ლექცია კი გამოგვივიდა, მაგრამ ნუ ძალიან ბევრი რამე იყო თავიდან მაინც ასახსნელი და მინდოდა რომ თავიდანვე გცოდნოდათ მოკლედ ესენი. ოკეი, მოდი ჩაწერას გამოვთავ მაშინ.